სწორედ ახლა ამ წამში, როცა თქვენ ისმენთ ამ სიტყვებს, ათასობით მეცნიერი და ინჟინერი მთელ მსოფლიოში მუშაობენ ერთ საერთო მიზანზე. ისინი არ ქმნიან ახალ იარაღს. არ ეძებენ მარსზე სიცოცხლეს. არ აშენებენ კოლაიდერს. ისინი აკეთებენ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს. ისინი ცდილობენ გადაარჩინონ ყველაფერი, რაც ადამიანობამ ოდესმე შექმნა, იცოდა და იგრძნო. ისინი ქმნიან სარეზერვო ასლებს ჩვენი მთელი ცივილიზაციისა. რადგან ისინი იციან ის, რაც ბევრმა ჩვენგანმა არ იცის. ისტორია არ არის წრფივი პროგრესის ისტორია. ისტორია არის კატასტროფების, კოლაფსების და დაკარგული ცოდნის ისტორია. და ის, რაც მოხდა ერთხელ, შეიძლება მოხდეს ისევ. წარმოიდგინეთ ეს სცენარი. 2030 წელს, ზუსტად 90 წლის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკა კოლაფსში შედის. არა ომის გამო. არა ასტეროიდის გამო. უბრალოდ კომპლექსური სისტემების კასკადური უკმარისობის გამო. ელექტროქსელები ინგრევა. ინტერნეტი წყდება. მიწოდების ჯაჭვები ჩერდება. და უეცრად ადამიანობა აღმოჩნდება უცნაურ სიტუაციაში. ჩვენ გვაქვს ათასობით წიგნი, მაგრამ ისინი ციფრული ფორმატებითაა შენახული, რომლებიც აღარ იკითხება. გვაქვს უზარმაზარი მონაცემთა ცენტრები, მაგრამ ისინი მოითხოვენ მუდმივ ელექტროენერგიას. გვაქვს მილიარდობით ფოტო, ვიდეო, დოკუმენტი, მაგრამ ყველა ისინი ინახება ღრუბლებში, რომლებიც უეცრად გაქრა. რა რჩება? რა გადარჩება? ეს არ არის ფანტასტიკა. ეს არის სცენარი, რომელზეც მუშაობენ 1050 წელს ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე შექმნილი გლობალური თესლების საცავის შემქმნელები. ეს არის სცენარი, რომელზეც ფიქრობდა კარი სეიგანი, როცა ქმნიდა ვოიაჯერის ოქროს ჩანაწერს. ეს არის სცენარი, რომელიც აიძულებს ჩვენ დავსვათ ერთი ფუნდამენტური კითხვა. როგორ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ცივილიზაცია არა მხოლოდ მომავალი წარმატებისთვის, არამედ მომავალი გადარჩენისთვის. დავიწყოთ იქიდან, რაც უკვე მოხდა. რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ცივილიზაციები არ არიან მარადიული. ისინი იბადებიან, იზრდებიან, აყვავდებიან და ქრებიან. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. წარმოიდგინეთ ეს. 460,000 პაპირუსის კრაგნილი. მთელი ანტიკური სამყაროს ცოდნა ერთ შენობაში. ევკლიდეს ორიგინალური ხელნაწერები. არქიმედეს გამოთვლები. სოფოკლეს და კარგული პიესები. ერატოსთენეს რუკები. და შემდეგ 450 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ხანძარი. ზუსტად არ ვიცით როგორ დაიწყო. იყო თუ არა ეს იულიუს კეისრის ომების შემთხვევითი შედეგი, თუ მოგვიანებით ქრისტიანული ფანატიკოსების განზრახ-მოქმედება. მაგრამ შედეგი იყო ერთი და იგივე. 1000 წლეულების ცოდნა გაქრა ერთ ღამეში. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა არ იყო ერთადერთი. მაიას ცივილიზაციამ შექმნა ათასობით კოდექსი, სადაც აღწერილი იყო მათი ასტრონომია, მათემატიკა, ისტორია. დღეს მხოლოდ 4 გადარჩა. 4. დანარჩენი დაწვა 1532 წელს ესპანელი მისიონერების მიერ, რომლებმაც ისინი ეშმაკურ ნაწერებად მიიჩნიეს. ინდუსის ველის ცივილიზაციამ შექმნა წერილობა, რომელსაც ჩვენ დღემდე ვერ ვკითხულობთ. მათი ბიბლიოთეკები, თუ ისინი არსებობდა, სრულიად გაქრა. ჩვენ ვიცით, რომ ისინი იყვნენ განვითარებული საზოგადოება, მაგრამ არ ვიცით, რას ფიქრობდნენ, რას სწამდათ, როგორ ხედავდნენ სამყაროს. ახლა წარმოიდგინეთ რაღაც საოცარი. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როცა ცოდნა იყო ფიზიკურ მატარებლებზე. პაპირუსზე. ქვაზე. თიხის ფირფიტებზე. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა ჩვენი ცოდნის 95% არსებობს მხოლოდ ციფრულ ფორმატში. მაგნიტურ დისკებზე, რომლებიც იშლება 10-დან 15 წელიწადში. ღრუბლოვან სერვერებზე, რომლებიც მოითხოვენ მუდმივ ელექტროენერგიას. ფორმატებში, რომლებიც ხდება მოძველებული 5 წელიწადში. ჩვენ ვქმნით უფრო მეტ ინფორმაციას ერთ დღეში, ვიდრე მთელმა ადამიანობამ შექმნა 1990 წლამდე. მაგრამ ეს ინფორმაცია არის უფრო მოწყვლადი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2010 წელს Google-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვინტონ სერფმა, ინტერნეტის ერთ-ერთმა შემქმნელმა, გააკეთა შემაშფოთებელი განცხადება. მან თქვა, რომ ჩვენ შეიძლება ვიცხოვროთ ციფრულ ბნელ ხანაში. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვქმნით ინფორმაციას. არამედ იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება სრულიად დაიკარგოს. წარმოიდგინეთ ისტორიკოსი 2500 წელს, რომელიც ცდილობს გაიგოს 21 საუკუნე.
მას შეუძლია იპოვოს ფოტოები 1990-იანი წლებიდან, რადგან ისინი იყო ფილმზე. მაგრამ 2000-იანი წლების ფოტოები. ისინი იყო ციფრული. ისინი ინახებოდა MySpace-ზე, Flickr-ზე, ფოტობაკეტზე. ამ სერვისებიდან ბევრი უკვე აღარ არსებობს. მათი მონაცემები წაიშალა. მომავალი ისტორიკოსი დაინახავს უზარმაზარ შავხრელს ჩვენს ისტორიაში. სწორედ ამიტომ 2010 წელს ნორვეგიის მთავრობამ გახსნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ადამიანობის ისტორიაში. სვალბარდის გლობალური თესლების საცავი. წარმოიდგინეთ ეს. ლონგირბიენის ქალაქიდან მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთ დასახლებული პუნქტიდან თქვენ მიდიხართ ჩრდილოეთით კიდევ რამდენიმე კილომეტრს. აქ, პლატობერგეტის მთაში 140 მეტრის სიღრმეზე არის გვირაბი. ეს არ არის ჩვეულებრივი საცავი. ეს არის თანამედროვე ნოეს კიდობანი. მაგრამ არა ცხოველებისთვის. თესლებისთვის. შიგნით -18 გრადუსზე ინახება 1 მილიონზე მეტი თესლის ნიმუში. 206 ქვეყნიდან. 4500 სახეობის. თითოეული ნიმუში შეიცავს დაახლოებით 500 თესლს. ეს ნიშნავს, რომ ამ მთაში ინახება 500 მილიონზე მეტი თესლი. ხორბალი, რომელიც იზრდება ეთიოპიის მაღალმთიან რეგიონებში. ბრინჯი, რომელიც გადარჩა ათასწლეულების სელექციას აზიაში. სიმინდი, რომელიც კულტივირებული იყო მაიას მიერ. კარტოფილის ასობით ჯიში ანდებიდან. ეს არის არა მხოლოდ თესლების კოლექცია. ეს არის გენეტიკური მრავალფეროვნების საცავი. ეს არის სარეზერვო ასლი ათასწლეულების სოფლის მეურნეობის ევოლუციისა. მაგრამ რატომ? რატომ უნდა ვინახოთ თესლები მთის შიგნით არქტიკაში? პასუხი მოვიდა 2005 წელს, როცა ომმა განადგურა ეროვნული გენბანკი ავღანისტანში. ან 2006 წელს, როცა ომმა განადგურა გენბანკი ერაყში. ან 2015 წელს, როცა სამოქალაქო ომმა საფრთხე შეუქმნა გენბანკს სირიაში. ამ უკანასკნელმა შემთხვევამ ნამდვილად აჩვენა სვალბარდის მნიშვნელობა. სირიელმა მეცნიერებმა შეძლეს ევაკუაცია გაეკეთებინათ თავიანთი ნიმუშების ნაწილისთვის სვალბარდიდან და აღედგინათ თავიანთი კოლექცია ლიბანში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სვალბარდის საცავმა შეასრულა თავისი ნამდვილი მიზანი. ახლა წარმოიდგინეთ გლობალური კატასტროფა. არა ადგილობრივი ომი. არა რეგიონული კატაკლიზმი. რაღაც, რაც გავლენას მოახდენს მთელ პლანეტაზე. სუპერვულკანის ამოფრქვევა. ასტეროიდის დაცემა. ბირთვული ზამთარი. პანდემია, რომელიც უფრო სასტიკია ვიდრე ყველაფერი, რაც ჩვენ ვნახეთ. ასეთ სცენარში სოფლის მეურნეობა კოლაფსში შევა. მოსავალი განადგურდება. მიწოდების ჯაჭვები გაწყდება. და უეცრად ადამიანობას დასჭირდება დაწყება თავიდან. სწორედ ამ მომენტისთვის არსებობს სვალბარდი. სწორედ ამიტომ არის ის აშენებული ასე, რომ გაუძლოს ბირთვულ ომს, ასტეროიდის დაცემას, კლიმატის ცვლილებას. სწორედ ამიტომ არის ის 140 მეტრის სიღრმეზე მთაში, რომელიც ბუნებრივად ინარჩუნებს -4 გრადუსს, თუნდაც ელექტროენერგია გაითიშოს. მაგრამ თესლები არის მხოლოდ დასაწყისი. რადგან ცივილიზაცია არ არის მხოლოდ საკვები. ცივილიზაცია არის ცოდნა. ტექნოლოგია. კულტურა. ხელოვნება. მეცნიერება. და აქ ჩვენ ვაწყდებით უფრო რთულ პრობლემას. როგორ შევინახოთ ინფორმაცია ისე, რომ ის გადარჩეს არა 10 წლეულებს, არამედ საუკუნეებს, ათასწლეულებს, შესაძლოა მილიონობით წლებს. 2016 წელს Microsoft-მა და უნივერსიტეტმა საუთჰემპტონში განახორციელეს რევოლუციური ექსპერიმენტი. მათ ჩაწერეს ინფორმაცია 5-განზომილებიან მინის დისკზე, გამოიყენეს ფემტოწამიანი ლაზერული იმპულსები, რომლებმაც შექმნეს ნანოსტრუქტურები მინის შიგნით. შედეგი იყო საოცარი. ეს დისკები შეიძლება შეინახოს 360 ტერაბაიტ მონაცემებს. ისინი უძლებენ 1000 გრადუსამდე ტემპერატურას. და, ყველაზე მნიშვნელოვანი, ისინი შეიძლება გაძლონ 13 მილიარდი წელი. ეს არის 3-ჯერ უფრო მეტი ვიდრე დედამიწის ასაკი. წარმოიდგინეთ ეს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საცავი, რომელიც გადარჩება არა მხოლოდ ჩვენს ცივილიზაციას, არამედ შესაძლოა თავად ჩვენს სახეობას. მაგრამ აქ არის პარადოქსი. ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევინახოთ ინფორმაცია მილიარდობით წლებით, მოითხოვს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას მის წასაკითხად. თუ ჩვენი ცივილიზაცია კოლაფსში შევა, ვინ იცის, შეძლებს თუ არა მომავალი თაობები წაიკითხონ ეს დისკები.
ეს არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ ციფრული შენახვის დილემას. რაც უფრო მოწინავეა ტექნოლოგია, მით უფრო მოწყვლადია ის ტექნოლოგიური რეგრესისთვის. სწორედ ამიტომ ზოგიერთი პროექტი ირჩევს სრულიად განსხვავებულ მიდგომას. 2012 წელს ავსტრიაში დაიწყო პროექტი სახელწოდებით Memory of Mankind. მისი იდეა არის რადიკალურად მარტივი. ინფორმაციის შენახვა კერამიკულ ფირფიტებზე. არა ციფრული ფორმატით. არა მაგნიტურ დისკებზე. უბრალოდ ტექსტი და სურათები ამოტვიფრული კერამიკაზე, რომელიც შემდეგ იწვება 1200 გრადუსზე. შედეგი არის მატარებელი, რომელიც შეიძლება გაძლოს მილიონობით წლებს. რომელიც არ მოითხოვს ელექტროენერგიას. რომელიც არ მოითხოვს სპეციალურ მოწყობილობებს წასაკითხად. თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ კითხვა. ამ პროექტის შემქმნელი მარტინ კუნცე, ავსტრიელი კერამისტი, ხსნის ლოგიკას ასე. ჩვენ ვიცით, რომ კერამიკა გადარჩება. ჩვენ პოულობთ კერამიკულ ნამსხვრევებს, რომლებიც ათასობით წლისაა. ჩვენ ვკითხულობთ ტექსტებს თიხის ფირფიტებზე, რომლებიც შექმნილია 4000 წლის წინ შუმერში. კერამიკა არის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მასალა, რომელიც ადამიანობამ ოდესმე შექმნა. რატომ არ გამოვიყენოთ ის ჩვენი ცოდნის შესანახად? დღეს Memory of Mankind-ის საცავი მდებარეობს ჰალშტადტში, ავსტრიაში, მარილის მაღაროში, 315 მეტრის სიღრმეზე. იქ ინახება ათასობით კერამიკული ფირფიტა, რომლებზეც ამოტვიფრულია ტექსტები 1000 ენაზე, ფოტოები, დიაგრამები, რუკები. ეს არის კაფსულა დროში. მესიჯი მომავალი თაობებისთვის. და ის შექმნილია ისე, რომ გაძლოს არა 10 წლეულებს, არამედ გეოლოგიურ ეპოქებს. მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. რა უნდა შევინახოთ? თუ თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ინფორმაცია, რას აირჩევთ? ვიკიპედიას, სამეცნიერო სტატიებს, ლიტერატურას, ხელოვნებას, ტექნიკურ ინსტრუქციებს. ეს არის არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს, რას გაიგებს მომავალი ცივილიზაცია ჩვენ შესახებ. 2014 წელს ევროპის კოსმოსური სააგენტო გაგზავნა როზეტა კოსმოსური ხომალდი, რომელმაც უნდა დაეშვა კომეტაზე. ამ ხომალდზე იყო განთავსებული სპეციალური დისკი, რომელსაც უწოდებენ როზეტას დისკს. ამ დისკზე ნიკელის ზედაპირზე მიკროსკოპული ამონაბეჭდით იყო ჩაწერილი 1500 ენის ნიმუშები. ეს იყო ლინგვისტური როზეტას ქვა. იდეა იყო ის, რომ თუ ვინმე მომავალში იპოვის ამ დისკს, მას შეეძლება გამოიყენოს ის როგორც გასაღები ჩვენი ენების გასაშიფრად. ეს პროექტი იყო ნაწილი უფრო დიდი ინიციატივისა, რომელსაც ეწოდება Long Now Foundation-ი. ეს ორგანიზაცია დაარსებული 1996 წელს ეძღვნება გრძელვადიანი აზროვნების ხელშეწყობას. მათი ერთ-ერთი პროექტი არის 10,000 წლის საათი. საათი, რომელიც აშენებულია ტეხასში, მთის შიგნით და რომელიც შექმნილია ისე, რომ იმუშაოს 10,000 წელი. ეს არის არა მხოლოდ ინჟინერული მიღწევა. ეს არის ფილოსოფიური განცხადება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ მომავალ წელზე, არა მხოლოდ მომავალ თაობაზე, არამედ მომავალ 1000 წლეულებზე. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია ამ ყველა პროექტის შესახებ. სვალბარდის საცავი. Memory of Mankind-ის მარილის მაღარო. Microsoft-ის მინის დისკები. 10,000 წლის საათი. ისინი ყველა იზიარებენ ერთ საერთო სისუსტეს. ისინი ყველა არიან ერთ ადგილას. და ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველა მოწყვლადნი არიან ერთი კატასტროფიური მოვლენისთვის. წარმოიდგინეთ ასტეროიდი, რომელიც ეცემა ნორვეგიის ზღვაში. წარმოიდგინეთ სუპერვულკანის ამოფრქვევა, რომელიც ფარავს ევროპას ფერფლის ფენით. წარმოიდგინეთ ბირთვული ომი, რომელიც აქცევს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რადიაციულ უდაბნოდ. ერთი მოვლენა. ერთი კატასტროფა. და ყველა ჩვენი სარეზერვო ასლი ქრება. სწორედ ამიტომ მეცნიერები და ინჟინერები დღეს საუბრობენ რაღაც სრულიად განსხვავებულზე. ისინი საუბრობენ დეცენტრალიზაციაზე. იდეა არის მარტივი, მაგრამ რადიკალური. ნუ შეინახავთ ყველა კვერცხს ერთ კალათაში. შექმენით ათასობით, მილიონობით სარეზერვო ასლი. გაფანტეთ ისინი მთელ პლანეტაზე. და შემდეგ, თუ ეს საკმარისი არ არის, გაფანტეთ ისინი მთელ მზის სისტემაში. 2020 წელს GitHub-მა, მსოფლიოს უდიდესმა კოდის რეპოზიტორიამ, განახორციელა პროექტი, რომელსაც უწოდეს არქტიკული კოდის საცავი.
მათ აიღეს 21 მილიონი საჯარო რეპოზიტორია, ყველა ღია კოდი, რომელიც ოდესმე შექმნილა და ჩაწერეს ის სპეციალურ ფილმზე, რომელიც შეიძლება გაძლოს 1000 წელს. შემდეგ ეს ფილმები ჩაათავსეს სვალბარდში, იმავე არქიპელაგზე, სადაც არის თესლების საცავი, მაგრამ სხვა მაღაროში. ასე რომ, თუ ჩვენი ციფრული ინფრასტრუქტურა კოლაფსში შევა, თუ ინტერნეტი გაქრება, თუ ყველა სერვერი გაითიშება, მაინც იარსებებს ფიზიკური ასლი ყველა იმ კოდისა, რომელიც ქმნის თანამედროვე ცივილიზაციას. მაგრამ GitHub-ი არ შეჩერდა აქ. ისინი ასევე ქმნიან რაღაცას, რასაც უწოდებენ GitHub არქივის პროგრამას. იდეა არის შექმნას მრავალი სარეზერვო ასლი სხვადასხვა ადგილას. ერთი ასლი არქტიკაში, სხვა ასლი ანტარქტიდაში, კიდევ ერთი ასლი ავსტრალიაში, კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკაში. თითოეული ასლი სხვადასხვა ფორმატში. ზოგი ფილმზე, ზოგი მინის დისკებზე, ზოგი კერამიკულ ფირფიტებზე. ეს არის რედუნდანტობა. ეს არის დაზღვევა. ეს არის აღიარება იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ მრავალი სცენარისთვის. ახლა წარმოიდგინეთ ეს იდეა, გატანილი მის ლოგიკურ დასკვნამდე. წარმოიდგინეთ არა მხოლოდ რამდენიმე საცავი, არამედ გლობალური ქსელი. წარმოიდგინეთ ათასობით მცირე საცავი, გაფანტული მთელ პლანეტაზე. თითოეული შეიცავს ნაწილს ჩვენი კოლექტიური ცოდნისა. თითოეული დამოუკიდებელია. თითოეული შეიძლება გადარჩეს ადგილობრივი კატასტროფისგან. და ერთად ისინი ქმნიან სისტემას, რომელიც შეიძლება გადარჩეს თითქმის ნებისმიერ გლობალურ კატასტროფას. ეს არ არის თეორია. ეს უკვე ხდება. 2015 წელს ინტერნეტ არქივმა, ორგანიზაციამ, რომელიც ცნობილია თავისი Wayback მანქანით, დაიწყო პროექტი, რომელსაც უწოდეს დეცენტრალიზებული ვებ. მათ შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადგილას, შექმნას ასლი ინტერნეტის ნაწილისა. დღეს, ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ინახავს ასლებს მილიონობით ვებ-გვერდისა. თუ ერთი სერვერი ინგრევა, ინფორმაცია მაინც არსებობს ასობით სხვა ადგილას. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად ფასცინაციაა. ეს იდეა, დეცენტრალიზაციის იდეა, არ არის ახალი. ბუნება იყენებს მას მილიარდობით წლების განმავლობაში. წარმოიდგინეთ ტყე. თუ ერთი ხე კვდება, ტყე გადარჩება. თუ ხანძარი ანადგურებს ტყის ნაწილს, დანარჩენი ნაწილი გადარჩება და აღადგენს დაკარგულ ტერიტორიას. ტყე არ არის ცენტრალიზებული სისტემა. ის არის დეცენტრალიზებული ქსელი, სადაც თითოეული ელემენტი არის დამოუკიდებელი, მაგრამ ერთად ისინი ქმნიან მდგრად მთლიანობას. ან წარმოიდგინეთ თქვენი სხეული. თქვენი გენეტიკური ინფორმაცია არ ინახება ერთ ადგილას. ის ინახება თითოეულ უჯრედში. თქვენ სხეულში არის დაახლოებით 30 ტრილიონი უჯრედი. ეს ნიშნავს, რომ თქვენი დმის 30 ტრილიონი ასლი არსებობს. ეს არის რედუნდანტობა უზარმაზარ მასშტაბში. და სწორედ ეს რედუნდანტობა ხდის სიცოცხლეს ასე მდგრადს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს პრინციპი ჩვენი ცივილიზაციისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ცოდნის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ტექნოლოგიის ასლები არსებობს არა ათობით ადგილას, არამედ მილიონობით ადგილას. თითოეულ ქალაქში, თითოეულ სოფელში, თითოეულ სახლში. ეს არის ხედვა, რომელზეც მუშაობენ ზოგიერთი ფუტუროლოგები. ისინი მას უწოდებენ გლობალურ ცოდნის ქსელს. სისტემას, სადაც ცოდნა არ არის კონცენტრირებული რამდენიმე დიდ ბიბლიოთეკაში ან მონაცემთა ცენტრში, არამედ გაფანტულია მთელ პლანეტაზე, ათასობით, მილიონობით მცირე საცავში. მაგრამ რა მოხდება, თუ პლანეტარული კატასტროფა მოხდება? რა მოხდება, თუ რაღაც ისეთი მოხდება, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ერთ რეგიონს, არა მხოლოდ ერთ კონტინენტს, არამედ მთელ პლანეტას? სუპერვულკანის ამოფრქვევა, რომელიც გამოიწვევს ვულკანურ ზამთარს. ასტეროიდის დაცემა, რომელიც გამოიწვევს მასობრივ გადაშენებას. გლობალური ბირთვული ომი. პანდემია, რომელიც ანადგურებს ადამიანობის უმეტესობას. ასეთ სცენარში არც სვალბარდი არ იქნება უსაფრთხო. არც Memory of Mankind's მაღარო. არც GitHub-ის არქივი. რადგან ისინი ყველა არიან ერთ პლანეტაზე. სწორედ ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი და ინჟინერი დღეს საუბრობენ რაღაც, რაც ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, მაგრამ რომელიც სწრაფად ხდება რეალობა. ისინი საუბრობენ კოსმოსურ ექსპანსიაზე. არა როგორც ავანტიურაზე. არა როგორც მოგზაურობაზე. არამედ როგორც გადარჩენის სტრატეგიაზე. იდეა არის მარტივი.
თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ცივილიზაცია გადარჩეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ არ შეგვიძლია დავრჩეთ ერთ პლანეტაზე. ჩვენ უნდა გავხდეთ მრავალპლანეტური სახეობა. 2021 წელს ილონ მასკმა, SpaceX-ის დამფუძნებელმა, გააკეთა განცხადება, რომელმაც გააოცა ბევრი ადამიანი. მან თქვა, რომ SpaceX-ის მთავარი მიზანი არ არის უბრალოდ კოსმოსში გაშვება. მთავარი მიზანი არის გახადოს ადამიანობა მრავალპლანეტური სახეობა. მან თქვა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ თვითმყოფადი კოლონია მარსზე. არა როგორც სამეცნიერო ექსპერიმენტი. არა როგორც დროებითი ბაზა. არამედ როგორც სარეზერვო ასლი ადამიანური ცივილიზაციისა. ეს იდეა ჟღერს ექსტრემალურად. მაგრამ როცა თქვენ ფიქრობთ ამაზე, ის აზრს იძენს. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანობას აქვს თვითმყოფადი კოლონიები ორ პლანეტაზე. დედამიწაზე და მარსზე. ახლა წარმოიდგინეთ კატასტროფა, რომელიც ანადგურებს ცივილიზაციას დედამიწაზე. ბირთვული ომი. პანდემია. ასტეროიდის დაცემა. ეს იქნება უზარმაზარი ტრაგედია. მაგრამ ადამიანობა როგორც სახეობა გადარჩება. რადგან მარსზე კოლონია გააგრძელებს არსებობას. ისინი შეინარჩუნებენ ჩვენს ცოდნას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ტექნოლოგიას. და შესაძლოა საუკუნეების შემდეგ ისინი დაბრუნდებიან დედამიწაზე და აღადგენენ ცივილიზაციას. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად ფასცინაციაა. ეს იდეა, მრავალპლანეტური სახეობის იდეა, არ არის მხოლოდ დაზღვევა კატასტროფების წინააღმდეგ. ის ასევე არის ფუნდამენტური ცვლილება იმაში, თუ როგორ ფიქრობთ ჩვენს ადგილზე სამყაროში. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანობა იყო პლანეტარული სახეობა. ჩვენი მთელი ისტორია, ჩვენი მთელი კულტურა, ჩვენი მთელი ფილოსოფია იყო ფორმირებული იმ ფაქტით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ერთ პლანეტაზე. მაგრამ რა მოხდება, როცა ჩვენ გავხდებით მრავალპლანეტური სახეობა? როგორ შეიცვლება ჩვენი თვითშეგნება? როგორ შეიცვლება ჩვენი ფასეულობები? ზოგიერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ადამიანობის ისტორიაში. უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სოფლის მეურნეობის გამოგონება. უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ინდუსტრიული რევოლუცია. რადგან პირველად ჩვენს ისტორიაში ჩვენ აღარ ვიქნებით შეზღუდული ერთი პლანეტით. პირველად ჩვენ გვექნება რეალური შანსი გადარჩენისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში. არა მხოლოდ საუკუნეებით. არა მხოლოდ ათასწლეულებით. არამედ მილიონობით წლებით. მაგრამ მარსი არის მხოლოდ დასაწყისი. რადგან თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა გავხადოთ ჩვენი ცივილიზაცია მდგრადი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო დიდ მასშტაბში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ ორ პლანეტაზე, არამედ მთელ მზის სისტემაზე. და შემდეგ შესაძლოა სხვა ვარსკვლავურ სისტემებზე. წარმოიდგინეთ ეს. წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც ადამიანობას აქვს კოლონიები არა მხოლოდ მარსზე, არამედ ასევე მთვარეზე, ევროპაზე, იუპიტერის მთვარეზე, ტიტანზე, სატურნის მთვარეზე, ასტეროიდებზე, კოსმოსურ სადგურებზე. თითოეული ამ კოლონიისა არის დამოუკიდებელი. თითოეულს აქვს საკუთარი რესურსები, საკუთარი ტექნოლოგია, საკუთარი კულტურა. მაგრამ ისინი ყველა არიან დაკავშირებული. ისინი ყველა იზიარებენ ცოდნას. ისინი ყველა ეხმარებიან ერთმანეთს. და ერთად ისინი ქმნიან ცივილიზაციას, რომელიც არის ასე დეცენტრალიზებული, ასე გაფანტული, რომ თითქმის შეუძლებელია მისი განადგურება. ეს არის ხედვა, რომელზეც მუშაობენ ზოგიერთი ფუტუროლოგები და კოსმოსური ინჟინერები. ისინი მას უწოდებენ მზის სისტემის ცივილიზაციას. და ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის შორეული ფანტასტიკა. ეს არის რაღაც, რაც შეიძლება მოხდეს მომდევნო 200 ან 300 წელიწადში. თუ ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. თუ ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ სწორ ტექნოლოგიებში. თუ ჩვენ ვიფიქრებთ გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ აქ არის რეალობა. დღეს 2026 წელს ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ერთპლანეტური სახეობა. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო კოსმოსური სადგური, სადაც მუდმივად ცხოვრობს რამდენიმე ასტრონავტი. მაგრამ ისინი სრულიად დამოკიდებულნი არიან დედამიწაზე. ყოველი რამდენიმე თვეში ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მათ საკვები, წყალი, ჟანგბადი. თუ ამ მიწოდება შეწყდება, ისინი ვერ გადარჩებიან. ეს არ არის თვითმყოფადი კოლონია. ეს არის ფორპოსტი. მაგრამ ეს იცვლება. SpaceX-ი ავითარებს Starships რაკეტას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გადაიტანოს 100 ადამიანი მარსზე. NASA გეგმავს Artemis პროგრამას, რომელიც დააბრუნებს ადამიანებს მთვარეზე და შექმნის მუდმივ ბაზას.
ჩინეთი აშენებს საკუთარ კოსმოსურ სადგურს და გეგმავს მთვარის კოლონიას. ეს არის დასაწყისი. ეს არის პირველი ნაბიჯები მრავალპლანეტური ცივილიზაციისკენ. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ხშირად არ იკითხება. რა უნდა წაიღონეს პირველი კოლონისტები თავიანთთან? რა ცოდნა? რა ტექნოლოგია? რა კულტურა? რადგან თუ რაღაც მოხდება დედამიწაზე, თუ კავშირი გაწყდება, ეს კოლონიები უნდა იყვნენ თვითმყოფადნი. მათ უნდა შეეძლოთ გადარჩენა და განვითარება დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი მუშაობს რაღაცაზე, რასაც უწოდებენ კოსმოსურ ბიბლიოთეკას. იდეა არის შექმნას კომპაქტური, მდგრადი საცავი, რომელიც შეიცავს ყველა ძირითად ცოდნას, რომელიც საჭიროა ცივილიზაციის აშენებისთვის თავიდან. როგორ გავაკეთოთ ცეცხლი? როგორ გავწმინდოთ წყალი? როგორ მოვზარდოთ საკვები? როგორ დავამზადოთ ინსტრუმენტები? როგორ ავაშენოთ თავშესაფარი? როგორ შევქმნათ ელექტროენერგია? როგორ დავამზადოთ მედიკამენტები? ყველა ძირითადი უნარი, რომელიც ადამიანობამ შეიძინა ათასწლეულების განმავლობაში, შეკუმშული ერთ კომპაქტურ საცავში. ზოგიერთი ვერსია ამ იდეისა უკვე არსებობს. არსებობს პროექტი სახელწოდებით ციფრული ბიბლიოთეკა ალექსანდრიისა, რომელიც ცდილობს შეაგროვოს და შეინახოს ყველა ადამიანური ცოდნა ციფრულ ფორმატში. არსებობს პროექტი სახელწოდებით გლობალური ბიბლიოთეკა, რომელიც ქმნის უფასო წვდომას მილიონობით წიგნზე და სამეცნიერო სტატიაზე. არსებობს ვიკიპედია, რომელიც შეიცავს 50 მილიონზე მეტ სტატიას 330 ენაზე. მაგრამ აქ არის პრობლემა. ყველა ეს რესურსი მოითხოვს ინტერნეტს. ისინი მოითხოვს ელექტროენერგიას. ისინი მოითხოვს კომპიუტერებს. რა მოხდება, თუ კოლონია მარსზე კარგავს წვდომას ამ ტექნოლოგიებზე? რა მოხდება, თუ მათი კომპიუტერები ინგრევა და მათ არ აქვთ ნაწილები შესაკეთებლად? რა მოხდება, თუ მათი ელექტროსისტემა უკმარისობაში შედის? სწორედ ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ჩვენ ასევე გვჭირდება დაბალტექნოლოგიური სარეზერვო ასლები. წიგნები, ნახატები, დიაგრამები, ინსტრუქციები, რომლებიც შეიძლება გაიგოს და გამოიყენოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიაზე. ეს არის იდეა, რომელიც ჟღერს პრიმიტიულად. მაგრამ ის შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ ეს სცენარი. კოლონია მარსზე 200 წელს მომავალში. რაღაც მოხდა დედამიწაზე. კავშირი გაწყდა. კოლონია დარჩა მარტო. მათი კომპიუტერები თანდათან ინგრევა. მათი ციფრული ბიბლიოთეკა ხდება მიუწვდომელი. მაგრამ მათ აქვთ ფიზიკური ბიბლიოთეკა. წიგნები დაბეჭდილი სპეციალურ ქაღალდზე, რომელიც გაძლებს მარსის გარემოს. დიაგრამები ამოტვიფრული ლითონის ფირფიტებზე. ინსტრუქციები ჩაწერილი კერამიკულ ფირფიტებზე. და ამ რესურსების წყალობით კოლონია გადარჩება. ისინი შეძლებენ შეინარჩუნონ თავიანთი ტექნოლოგია. ისინი შეძლებენ გადასცენ თავიანთი ცოდნა მომავალ თაობებს. ისინი შეძლებენ გააგრძელონ არსებობა. ეს არის იდეა, რომელზეც მუშაობს ორგანიზაცია სახელწოდებით Long Now Foundation. ისინი ქმნიან რაღაცას, რასაც უწოდებენ მანუალს ცივილიზაციის აღდგენისთვის. ეს არის წიგნი, რომელიც შეიცავს ყველა ძირითად ცოდნას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიური ცივილიზაციის აშენებისთვის თავიდან. ის იწყება ძირითადი უნარებით. როგორ გავაკეთოთ ცეცხლი ხახით და ფოლადით? როგორ გავწმინდოთ წყალი დუღილით და ფილტრაციით? როგორ მოვზარდოთ საკვები ძირითადი სოფლის მეურნეობის ტექნიკებით? და შემდეგ ის თანდათან მოძრაობს უფრო მოწინავე ტექნოლოგიებისკენ. როგორ დავამზადოთ ლითონები? როგორ შევქმნათ ელექტროენერგია? როგორ ავაშენოთ ძრავები? როგორ შევქმნათ ქიმიური ნივთიერებები? როგორ დავამზადოთ მედიკამენტები? იდეა არის ის, რომ თუ ჩვენი ცივილიზაცია კოლაფსში შევა, თუ ჩვენ დაუკარგავთ ჩვენს ტექნოლოგიას, ეს წიგნი შეიძლება იყოს გზამკვლევი გადარჩენილებისთვის. ის შეიძლება დაეხმაროს მათ აღადგინონ ცივილიზაცია უფრო სწრაფად. არა ათასწლეულებში, არამედ საუკუნეებში. არა საუკუნეებში, არამედ ათწლეულებში. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად ფასცინაციაა. ეს იდეა, ცივილიზაციის აღდგენის მანუალის იდეა, გვაიძულებს ვიფიქროთ რაღაცაზე ფუნდამენტურზე. რა არის ცივილიზაცია? რა არის ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც აქცევენ ადამიანთა ჯგუფს ცივილიზაციად? ეს არის არა მხოლოდ ტექნოლოგია.
ეს არის არა მხოლოდ ცოდნა. ეს არის ასევე კულტურა, ფასეულობები, ინსტიტუტები, სოციალური სტრუქტურები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი გადარჩენილი გლობალური კატასტროფის შემდეგ. თქვენ გაქვთ მანუალი, რომელიც გეუბნებათ, როგორ გააკეთოთ ცეცხლი, როგორ გაწმინდოთ წყალი, როგორ მოზარდოთ საკვები. მაგრამ ეს საკმარისია. რა იცით თქვენ თქვენი საზოგადოების ორგანიზების შესახებ? როგორ შექმნით სამართლიან სისტემას? როგორ გადაწყვეტთ კონფლიქტებს? როგორ განაწილებთ რესურსებს? როგორ შეინარჩუნებთ მშვიდობას და თანამშრომლობას? ეს არის კითხვები, რომლებზეც ბევრი ფუტუროლოგი ფიქრობს დღეს. და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ტექნიკური მანუალები. ჩვენ ასევე გვჭირდება სოციალური და კულტურული მანუალები. გზამკვლევები იმის შესახებ, თუ როგორ შევქმნათ მდგრადი, სამართლიანი, თანამშრომლობითი საზოგადოება. რადგან ტექნოლოგია მარტო არ არის საკმარისი. ცივილიზაცია არის არა მხოლოდ ინსტრუმენტები და მანქანები. ცივილიზაცია არის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ერთად საერთო მიზნებისთვის. და აქ ჩვენ ბრუნდებით იმ იდეასთან, რომლითაც დავიწყეთ. დეცენტრალიზაცია. რადგან თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ ნამდვილად მდგრადი ცივილიზაცია, ჩვენ უნდა დავფანტოთ არა მხოლოდ ჩვენი ფიზიკური რესურსები. ჩვენ ასევე უნდა დავფანტოთ ჩვენი სოციალური და კულტურული რესურსები. ჩვენ უნდა შევქმნათ მრავალი სხვადასხვა საზოგადოება, მრავალი სხვადასხვა კულტურა, მრავალი სხვადასხვა გზა ცხოვრებისა. რადგან ჩვენ არ ვიცით, რომელი მათგანი იქნება ყველაზე წარმატებული გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის იდეა, რომელსაც ზოგიერთი ფილოსოფოსი უწოდებს კულტურულ ბიომრავალფეროვნებას. ისევე როგორც ბიოლოგიური მრავალფეროვნება ხდის ეკოსისტემას უფრო მდგრადს, კულტურული მრავალფეროვნება ხდის ცივილიზაციას უფრო მდგრადს. თუ ერთი კულტურა ვერ გაუმკლავდება გამოწვევას, სხვა კულტურა შეიძლება გაუმკლავდეს. თუ ერთი საზოგადოება კოლაფსში შევა, სხვა საზოგადოება შეიძლება გადარჩეს და გააგრძელოს. წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც ადამიანობას აქვს კოლონიები მთელ მზის სისტემაში. თითოეული ამ კოლონიისა ვითარდება თავისი გზით. ზოგიერთი შეიძლება იყოს დემოკრატიული. ზოგიერთი შეიძლება იყოს ავტორიტარული. ზოგიერთი შეიძლება იყოს კაპიტალისტური. ზოგიერთი შეიძლება იყოს სოციალისტური. ზოგიერთი შეიძლება იყოს რელიგიური. ზოგიერთი შეიძლება იყოს სეკულარული. ეს მრავალფეროვნება შეიძლება ჩანდეს როგორც სისუსტე. მაგრამ სინამდვილეში ის არის ძალა. რადგან ის ნიშნავს, რომ ადამიანობა არ არის დამოკიდებული ერთ სისტემაზე, ერთ იდეოლოგიაზე, ერთ გზაზე ცხოვრებისა. მაგრამ აქ არის გამოწვევა. როგორ შევინარჩუნოთ კავშირი ამ სხვადასხვა კოლონიებს შორის? როგორ უზრუნველყოთ, რომ ისინი გააგრძელონ ცოდნის გაზიარება, რესურსების გაცვლა, ერთმანეთის დახმარება? რადგან თუ ისინი გახდებიან სრულიად იზოლირებულნი, თუ ისინი დაკარგავენ კავშირს ერთმანეთთან, მაშინ ისინი აღარ იქნებიან ერთი ცივილიზაცია. ისინი იქნებიან მრავალი განცალკევებული საზოგადოება. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ფუტუროლოგი საუბრობს რაღაცაზე, რასაც უწოდებენ ინტერპლანეტურ ინტერნეტს. იდეა არის შექმნას კომუნიკაციის ქსელი, რომელიც დააკავშირებს ყველა კოლონიას მზის სისტემაში. ეს არ იქნება ისეთი სწრაფი, როგორც ჩვენი დღევანდელი ინტერნეტი. სინათლის სიჩქარე ნიშნავს, რომ სიგნალს დასჭირდება რამდენიმე წუთი მიაღწიოს მარსს, რამდენიმე საათი მიაღწიოს იუპიტერს. მაგრამ ის მაინც იქნება კავშირი. ის მაინც საშუალებას მისცემს კოლონიებს გაუზიარონ ცოდნა, გაცვალონ იდეები და ეხმარონ ერთმანეთს. და აქ არის ის, რაც ნამდვილად ფასცინაციაა. ეს ინტერპლანეტური ინტერნეტი უკვე არსებობს ემბრიონულ ფორმაში. NASA-მ უკვე შექმნა პროტოკოლის სახელწოდებით Delay Tolerant Networking-ი, რომელიც შექმნილია კოსმოსური კომუნიკაციისთვის. ეს პროტოკოლი შეიძლება გაუმკლავდეს გრძელდაყოვნებებს, შეფერხებებს, კავშირის დაკარგვას. ის უკვე გამოიყენება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. და მომავალში ის შეიძლება გახდეს საფუძველი ინტერპლანეტური ინტერნეტისა. წარმოიდგინეთ ეს. წარმოიდგინეთ მეცნიერი მარსზე, რომელიც აღმოაჩენს რაღაც მნიშვნელოვანს. ახალ ბაქტერიას, ახალ მინერალს, ახალ ფენომენს. ის აგზავნის თავის აღმოჩენას დედამიწაზე. 15 წუთის შემდეგ მეცნიერები დედამიწაზე იღებენ ამ ინფორმაციას. ისინი აანალიზებენ მას. ისინი აგზავნიან უკან თავიანთ კომენტარებს და რჩევებს. კიდევ 15 წუთის შემდეგ მეცნიერი მარსზე იღებს ამ პასუხს.
ეს არ არის რეალურ დროში კომუნიკაცია. მაგრამ ეს არის კომუნიკაცია. ეს არის კავშირი. ეს არის ის, რაც ხდის ჩვენ ერთ ცივილიზაციად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ გაფანტულნი მილიონობით კილომეტრზე. მაგრამ აქ არის უკანასკნელი კითხვა, რომელიც ჩვენ უნდა დავსვათ. რა მოხდება, თუ რაღაც მოხდება არა მხოლოდ ერთ პლანეტაზე, არა მხოლოდ ერთ მზის სისტემაში, არამედ მთელ გალაქტიკაში? რა მოხდება, თუ ჩვენი მზე გახდება სუპერნოვა? რა მოხდება, თუ გამასხივების აფეთქება მოხდება ახლოს ჩვენთან? რა მოხდება, თუ რაღაც, რაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, საფრთხეს შეუქმნის მთელ ჩვენს რეგიონს გალაქტიკაში? ზოგიერთი ფუტუროლოგი ამბობს, რომ საბოლოო გადარჩენის სტრატეგია არის ინტერსტელარული ექსპანსია. იდეა არის გავაგზავნოთ კოსმოსური ხომალდები სხვა ვარსკვლავურ სისტემებში. არა მხოლოდ როგორც სამეცნიერო მისიები, არამედ როგორც კოლონიზაციის მისიები. შევქმნათ კოლონიები ათობით, ასობით, ათასობით ვარსკვლავურ სისტემაში. და ამ გზით გავხადოთ ადამიანობა ნამდვილად მდგრადი, ნამდვილად გადარჩენადი, ნამდვილად მარადიული. ეს იდეა ჟღერს როგორც შორეული ფანტასტიკა. და ის არის. ჩვენი დღევანდელი ტექნოლოგიით ინტერსტელარული მოგზაურობა მოითხოვს ათასობით წლებს. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი მუშაობს კონცეფციებზე, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ეს დრო. Breakthrough Starshot პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს სტივენ ჰოკინგი, გეგმავს გაგზავნოს მცირე ზონდები ალფა ცენტავრისკენ, უახლოეს ვარსკვლავურ სისტემაში, ლაზერული იალქნების გამოყენებით. ეს ზონდები შეიძლება მიაღწიონ სიჩქარეს, რომელიც არის სინათლის სიჩქარის 20%. ეს ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ მიაღწიონ ალფა ცენტავრს 20 წელიწადში. ეს არის მხოლოდ დასაწყისი. მაგრამ ეს არის დასაწყისი. ეს არის პირველი ნაბიჯი გრძელ მოგზაურობაში. მოგზაურობაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს საუკუნეებს, ათასწლეულებს, მილიონობით წლებს. მაგრამ მოგზაურობაში, რომელიც შეიძლება საბოლოოდ გახადოს ადამიანობა ნამდვილად გალაქტიკურ ცივილიზაციად. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია. ყველა ეს იდეა, ყველა ეს პროექტი, ყველა ეს ხედვა, ისინი ყველა იზიარებენ ერთ საერთო თემას. ისინი ყველა არიან შექმნილი იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენა. არა მხოლოდ მომავალ წელს. არა მხოლოდ მომავალ საუკუნეში. არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ათასწლეულებში. მილიონობით წლებში. შესაძლოა მილიარდობით წლებში. ეს არის ტრანსფორმაცია იმაში, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენს მომავალზე. ათასწლეულების განმავლობაში ადამიანობა ცხოვრობდა მოკლევადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვფიქრობდით მომავალ სეზონზე, მომავალ წელზე, მომავალ თაობაზე. მაგრამ ახლა, პირველად ჩვენს ისტორიაში, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს ნამდვილად გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვიწყებთ ფიქრს არა მხოლოდ ჩვენს შვილებზე და შვილიშვილებზე, არამედ ასევე ჩვენს შთამომავლებზე 1000 თაობის შემდეგ. ჩვენ ვიწყებთ ფიქრს არა მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე, არამედ ასევე ჩვენს სახეობაზე, ჩვენს ცივილიზაციაზე, ჩვენს მემკვიდრეობაზე სამყაროში. და ეს არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. რადგან საბოლოოდ, ყველა ეს პროექტი, ყველა ეს ტექნოლოგია, ყველა ეს სტრატეგია, ისინი არის არა მხოლოდ გადარჩენის შესახებ. ისინი არის იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ ჩვენი არსებობით. რას ვტოვებთ უკან. რა იქნება ჩვენი თვლილი დიდ კოსმიკურ ისტორიაში. მაგრამ აქ არის პარადოქსი, რომელიც აწუხებს ყველა მეცნიერს, რომელიც მუშაობს ამ პროექტებზე. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საცავები, რომლებიც გაძლებენ მილიონობით წლებს. ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ინფორმაცია მატარებლებზე, რომლებიც გადარჩებიან ნებისმიერ კატასტროფას. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ ჩვენი ცოდნა სხვა პლანეტებზე, სხვა ვარსკვლავურ სისტემებში. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ყველაფერს ცვლის. როგორ უზრუნველყოთ, რომ ვინმე შეძლოს ამ ინფორმაციის წაკითხვა? წარმოიდგინეთ ეს სცენარი. 2000 წელს მომავალში არქეოლოგები აღმოაჩენენ სვალბარდის თესლების საცავს. მაგრამ ცივილიზაცია, რომელიც მათ აღმოაჩინეს, განსხვავდება ჩვენისგან. ისინი არ საუბრობენ ინგლისურად. ისინი არ საუბრობენ არც ერთ თანამედროვე ენაზე. მათი ტექნოლოგია განსხვავებულია. მათი კულტურა განსხვავებულია. მათი გაგება სამყაროსი განსხვავებულია. როგორ გაიგებენ ისინი, რა არის ეს ადგილი? რატომ შეიქმნა? როგორ გამოიყენონ ის? ეს არ არის თეორიული პრობლემა. ეს არის რეალური გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უკვე ვაწყდებით დღეს.
1970-იან წლებში ამერიკის მთავრობამ დაიწყო პროექტი, რომელიც უნდა გადაეჭრა ერთი უცნაური პრობლემა. როგორ გააფრთხილოს მომავალი თაობები ბირთვული ნარჩენების საცავების შესახებ. ეს საცავები, როგორიცაა იუკა მაუნთინი ნევადაში, შეიცავს რადიოაქტიურ მასალებს, რომლებიც დარჩება საშიში 10,000 წლის განმავლობაში. როგორ უთხრათ ადამიანებს, რომლებიც იცხოვრებენ 10,000 წლის შემდეგ, რომ ეს ადგილი არის საშიში? პრობლემა არის ის, რომ ენები იცვლება. კულტურები იცვლება. სიმბოლოები იცვლება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ გააფრთხილოთ ვინმე, ვინც ცხოვრობს 10,000 წლის შემდეგ. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვები, რადგან ენა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, აღარ არსებობს. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმბოლოები, რადგან სიმბოლოები, რომლებიც დღეს ნიშნავს საშიშროებას, შეიძლება 10,000 წლის შემდეგ ნიშნავდეს რაღაც სრულიად განსხვავებულს. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები, რადგან კულტურული კონტექსტი, რომელშიც ეს სურათები აზრს იძენენ, შეიძლება სრულიად შეიცვალოს. ამ პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია, რომელშიც შედიოდნენ ლინგვისტები, ანთროპოლოგები, არქეოლოგები, სემიოტიკოსები, ხელოვანები. მათ დაავალეს შექმნან მესიჯი, რომელიც გასაგები იქნება ნებისმიერი მომავალი ცივილიზაციისთვის. და ის, რაც მათ შექმნეს, იყო ფასცინაციური. ისინი შემოგთავაზეს არა ერთ გადაწყვეტას, არამედ მრავალფენიან სისტემას. პირველი ფენა იყო ფიზიკური. შექმენით ლანდშაფტი, რომელიც თავისთავად გადმოსცემს საშიშროების განცდას. გიგანტური ქვის ბლოკები, მოწყობილი ქაოსურად. წვეტიანი სტრუქტურები, რომლებიც ამოდის მიწიდან როგორც ეკლები. შავი ქვები, რომლებიც შთანთქავს სინათლეს. იდეა იყო შექმნა ადგილი, რომელიც გრძნობს საშიშად, მიუხედავად იმისა, თუ რა კულტურიდან მოდიხართ. მეორე ფენა იყო სიმბოლური. გამოიყენეთ უნივერსალური სიმბოლოები, რომლებიც, როგორც ჩანს, გასაგებია ყველა კულტურისთვის. სახეები, რომლებიც გამოხატავენ შიშს და ტკივილს. ფიგურები, რომლებიც გარბიან. ხელები, რომლებიც აჩვენებენ გაფრთხილების ჟესტს. ეს სიმბოლოები უნდა იყოს ამოტვიფრული ქვაზე, ჩამოსხმული ლითონში, შექმნილი ისე, რომ გაძლონ ათასწლეულებს. მესამე ფენა იყო ლინგვისტური. ჩაწერეთ გაფრთხილება ყველა ძირითად ენაზე, რომელიც დღეს არსებობს. მაგრამ არა მხოლოდ ეს. ასევე შექმენით რაღაც, რასაც უწოდებენ როზეტას ქვას მომავლისთვის. ჩაწერეთ ერთი და იგივე მესიჯი მრავალ ენაზე, ისე რომ მომავალი ლინგვისტები შეძლონ გამოიყენონ ერთი ენა სხვის გასაშიფრად. მეოთხე ფენა იყო სამეცნიერო. ჩაწერეთ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გაიგოს ნებისმიერმა მოწინავე ცივილიზაციამ. პერიოდული ცხრილი. ატომური სტრუქტურები. რადიოაქტიური დაშლის მრუდები. ეს არის უნივერსალური ენა მეცნიერებისა, რომელიც უნდა იყოს გასაგები ნებისმიერი ცივილიზაციისთვის, რომელსაც აქვს ბირთვული ფიზიკის გაგება. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. მიუხედავად ყველა ამ ფენისა, მიუხედავად ყველა ამ სიფრთხილის ზომისა, არავინ არ არის დარწმუნებული, რომ ეს მესიჯი გასაგები იქნება 10,000 წლის შემდეგ. რადგან ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, როგორ იქნება მომავალი ცივილიზაცია. ჩვენ არ ვიცით, რა ენებს ისაუბრებენ. ჩვენ არ ვიცით, რა სიმბოლოებს გამოიყენებენ. ჩვენ არ ვიცით, რა ტექნოლოგია ექნებათ. ჩვენ არ ვიცით, როგორ იფიქრებენ. და აქ ჩვენ ვაწყდებით ფუნდამენტურ პრობლემას კულტურული მეხსიერების შესახებ. ცოდნის შენახვა არ არის საკმარისი. თქვენ ასევე უნდა შეძლოთ ამ ცოდნის გადაცემა. და გადაცემა არ არის მხოლოდ ფიზიკური პროცესი. ეს არის კულტურული პროცესი. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს საერთო კონტექსტს, საერთო გაგებას, საერთო ენას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ პოულობთ წიგნს და წერილს ენაზე, რომელსაც არ იცნობთ. თქვენ ხედავთ სიმბოლოებს, მაგრამ არ იცით, რას ნიშნავენ ისინი. თქვენ ხედავთ სურათებს, მაგრამ არ იცით, რა კონტექსტში უნდა გაიგოთ ისინი. ეს წიგნი შეიცავს ცოდნას, მაგრამ ეს ცოდნა თქვენთვის მიუწვდომელია. ეს არის პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, როცა ვცდილობთ გავიგოთ ძველი ცივილიზაციები. და ეს არის პრობლემა, რომელსაც მომავალი ცივილიზაციები შეხვდებიან, როცა ისინი ცდილობენ გაიგონ ჩვენ. 1990 წელს კარლ სეიგანმა და მისმა გუნდმა შექმნეს ვოიეჯერის ოქროს ჩანაწერი. ეს იყო ფონოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც მიმაგრებული იყო ვოიეჯერ 1-სა და ვოიეჯერ 2-ს ორ კოსმოსურ ზონდს, რომლებიც გაიგზავნა ინტერსტელარულ სივრცეში. ამ ჩანაწერზე იყო ჩაწერილი ხმები დედამიწიდან. ბუნების ხმები. ადამიანის ხმები. მუსიკა სხვადასხვა კულტურებიდან.
მისალმებები 55 ენაზე. სურათები, რომლებიც აჩვენებს ცხოვრებას დედამიწაზე. იდეა იყო შექმნა მესიჯი უცხო პლანეტელი ცივილიზაციებისთვის. მესიჯი, რომელიც ამბობს, ჩვენ ვართ აქ. ჩვენ არსებობთ. ეს არის ჩვენი სამყარო. ეს არის ჩვენი კულტურა. ეს არის ჩვენი მუსიკა. ეს არის ჩვენი ხმა. მაგრამ სეიგანი და მისი გუნდი აცნობიერებდნენ, რომ ეს მესიჯი შეიძლება არასოდეს იქნას მიღებული. ან თუ ის მიიღება, შეიძლება ეს მოხდეს მილიონობით წლის შემდეგ ცივილიზაციის მიერ, რომელიც ასე განსხვავებულია ჩვენგან, რომ ისინი შეიძლება ვერც კი გაიგონ, რაც ცდილობდნენ ჩვენ გადმოგვეცა. სწორედ ამიტომ ისინი ჩართეს ინსტრუქციებს. ჩანაწერის ზედაპირზე ამოტვიფრული იყო დიაგრამები, რომლებიც აჩვენებს, როგორ უნდა დაუკრათ ჩანაწერს. როგორ უნდა გადააქციოთ ხაზოვანი ინფორმაცია სურათებად. როგორ უნდა გაიგოთ ჩვენი დროის ერთეულები. ეს დიაგრამები იყენებს უნივერსალურ ენას მეცნიერებისა. წყალბადის ატომის სტრუქტურას, პულსარების პერიოდებს, მათემატიკურ კონსტანტებს. იდეა იყო, რომ ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელსაც აქვს საკმარისი ტექნოლოგია ამ ზონდის პოვნისთვის, ასევე უნდა ჰქონდეს საკმარისი ცოდნა ამ დიაგრამების გასაშიფრად. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ხშირად იკითხება. რამდენად უნივერსალურია მეცნიერების ენა? ჩვენ ვიღებთ, რომ ნებისმიერი მოწინავე ცივილიზაცია აღმოაჩენს იგივე ფიზიკის კანონებს, იგივე მათემატიკურ პრინციპებს. მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. შეიძლება თუ არა არსებობდეს ცივილიზაცია, რომელიც ხედავს სამყაროს ასე განსხვავებულად, რომ მათი მეცნიერება ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენისგან. ზოგიერთი ფილოსოფოსი და მეცნიერი ამბობს, რომ ეს შესაძლებელია. ისინი მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ თუნდაც დედამიწაზე სხვადასხვა კულტურებს აქვთ სხვადასხვა გზები სამყაროს გაგებისა. ზოგიერთი კულტურა ფიქრობს წრფივად. ზოგიერთი ფიქრობს ციკლურად. ზოგიერთი კულტურა ხედავს დროს როგორც მდინარეს, რომელიც მიედინება ერთი მიმართულებით. ზოგიერთი ხედავს დროს როგორც ოკეანეს, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი არსებობს ერთდროულად. თუ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ იგივე ბიოლოგიას, იგივე პლანეტას, შეიძლება ჰქონდეთ ასე განსხვავებული გაგება რეალობისა, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს უცხო პლანეტელი ცივილიზაციის გაგება. ეს არის კითხვა, რომელსაც არ აქვს მარტივი პასუხი. მაგრამ ის გვაიძულებს ვიფიქროთ უფრო ფრთხილად იმაზე, თუ როგორ ვქმნით მესიჯებს მომავლისთვის. ის გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ ცოდნის გადაცემა არ არის მხოლოდ ტექნიკური პრობლემა. ეს არის ასევე ფილოსოფიური პრობლემა. პრობლემა იმის შესახებ, თუ როგორ ვაკავშირებთ სხვადასხვა გონებებს, სხვადასხვა კულტურებს, სხვადასხვა გზებს ყოფნისა. 2012 წელს Long Now Foundation-მა დაიწყო პროექტი, რომელსაც უწოდეს როზეტას პროექტი. მათი მიზანი იყო შექმნა ყველაზე სრული ლინგვისტური დოკუმენტაცია, რომელიც ოდესმე არსებობდა. ისინი აგროვებენ ინფორმაციას ათასობით ენაზე. გრამატიკა, ლექსიკონები, ტექსტების ნიმუშები, აუდიო ჩანაწერები. იდეა არის შექმნა რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს აღადგინონ დაკარგული ენები. ან გაიგონ ენები, რომლებიც დღეს არსებობს, მაგრამ შეიძლება გაქრეს მომავალში. მაგრამ როზეტას პროექტი არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ლინგვისტური არქივი. ეს არის ცდა შექმნას ხიდი დროში. ხიდი, რომელიც აკავშირებს ჩვენს ეპოქას მომავალ ეპოქებთან. რადგან ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის ინსტრუმენტი. ენა არის კულტურის მატარებელი. ენა არის გზა აზროვნებისა. როცა ენა კვდება არა მხოლოდ სიტყვები. კვდება მთელი გზა სამყაროს ხედვისა. დღეს დედამიწაზე საუბრობენ დაახლოებით 7000 ენაზე. მაგრამ ლინგვისტები ამბობენ, რომ ამ საუკუნის ბოლოსთვის ამ ენების ნახევარი გაქრება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 2 კვირაში ერთხელ ერთი ენა კვდება. და მასთან ერთად კვდება უნიკალური ცოდნა. ცოდნა მცენარეების შესახებ. ცოდნა ცხოველების შესახებ. ცოდნა ნავიგაციის შესახებ. ცოდნა მედიცინის შესახებ. ცოდნა, რომელიც დაგროვილია 1000 წლეულების განმავლობაში და რომელიც არსებობს მხოლოდ ამ ენაში. წარმოიდგინეთ ეს. წარმოიდგინეთ ძველი ადამიანი, რომელიც არის უკანასკნელი, ვინც საუბრობს გარკვეულ ენაზე. მას აქვს ცოდნა, რომელიც გადაეცა მას მისი მშობლებისგან, რომლებმაც მიიღეს ის თავიანთი მშობლებისგან და ასე შემდეგ უკან 1000 წლეულებში. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იპოვო წყალი უდაბნოში. როგორ იპოვო საკვები ტყეში. როგორ წაიკითხო ვარსკვლავები. როგორ წინასწარმეტყველო ამინდი.
როგორ განკურნო დაავადებები. როცა ეს ადამიანი კვდება, ყველა ეს ცოდნა კვდება მასთან ერთად. თუ არავინ ჩაწერს მას, თუ არავინ დოკუმენტირებს მას, თუ არავინ შეინახავს მას მომავალი თაობებისთვის. სწორედ ამიტომ როზეტას პროექტი არის ასე მნიშვნელოვანი. რადგან ის არის ცდა გადაარჩინოს ეს ცოდნა. არა მხოლოდ ენები, არამედ კულტურული მეხსიერება, რომელიც ამ ენებშია ჩადებული. მაგრამ აქ არის გამოწვევა. როგორ ჩაწერო ცოდნა, რომელიც არ არის მხოლოდ ფაქტები და ინფორმაცია. როგორ ჩაწერო ცოდნა, რომელიც არის გამოცდილება, ინტუიცია, გრძნობა. ზოგიერთი ანთროპოლოგი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. ისინი ამბობენ, რომ ზოგიერთი ცოდნა შეიძლება გადაეცეს მხოლოდ პირდაპირი გამოცდილებით. მხოლოდ ცხოვრებით კულტურაში. მხოლოდ სწავლით მოხუცებისგან. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ რეცეპტი, მაგრამ ეს არ არის იგივე, რაც სწავლა როგორ მოამზადო საკვები ბებიისგან, რომელიც ამზადებდა მას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ ინსტრუქციები ნავიგაციისთვის, მაგრამ ეს არ არის იგივე, რაც სწავლა როგორ წაიკითხო ოკეანე ზღვაურისგან, რომელმაც გაატარა წლები ზღვაში. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად ფასცინაციაა. ზოგიერთი კულტურა იპოვა გზები ამ პრობლემის გადასაჭრელად. ისინი შექმნეს მეთოდები ცოდნის გადაცემისთვის, რომლებიც არ არის დამოკიდებული მხოლოდ წერილობით ტექსტზე. ისინი გამოიყენეს სიმღერები, ისტორიები, რიტუალები, ხელოვნებას. ეს მეთოდები საშუალებას აძლევს ცოდნას გადაეცეს არა მხოლოდ როგორც ინფორმაცია, არამედ როგორც გამოცდილება. ავსტრალიის აბორიგენებს აქვთ ტრადიცია, რომელსაც უწოდებენ სონგლაინებს. ეს არის სიმღერები, რომლებიც აღწერს ლანდშაფტს. მაგრამ ისინი არ არის მხოლოდ აღწერილობები. ისინი არის რუკები. ისინი არის გზამკვლევები. თუ თქვენ იცით სიმღერა, თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ ასობით კილომეტრს უდაბნოში, იპოვოთ წყალი, იპოვოთ საკვები, იპოვოთ თავშესაფარი. სიმღერა შეიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც თქვენ გჭირდებათ გადარჩენისთვის. მაგრამ ის ასევე შეიცავს ისტორიებს, მითებს, სულიერ ცოდნას. ის არის მრავალფენიანი, მრავალგანზომილებიანი გზა ცოდნის შენახვისა. ან წარმოიდგინეთ პოლინეზიელი მეზღვაურები, რომლებმაც კოლონიზაცია გაუკეთეს წყნარი ოკეანეს ათასობით კუნძულს, გამოიყენეს მხოლოდ ვარსკვლავები, ტალღები და ქარი ნავიგაციისთვის. მათ არ ჰქონდათ კომპასი. მათ არ ჰქონდათ რუკები. მათ არ ჰქონდათ წერილობითი ინსტრუქციები. მაგრამ მათ ჰქონდათ ცოდნა, რომელიც გადაეცა თაობიდან თაობას, ზეპირი ტრადიციის, სიმღერების, ისტორიების საშუალებით. ისინი ასწავლიდნენ ახალგაზრდებს, როგორ წაიკითხათ ვარსკვლავები, როგორ წაიკითხათ ტალღები, როგორ წაიკითხათ ფრინველების ფრენა, როგორ წაიკითხათ ღრუბლების ფორმა. ეს ცოდნა იყო ასე ზუსტი, რომ ისინი შეძლეს იმოგზაურონ ათასობით კილომეტრს ღია ოკეანეში და მიაღწიონ მცირე კუნძულებს, რომლებიც იყო მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის სიგანის. ეს არის მაგალითები იმისა, თუ როგორ შეიძლება ცოდნის შენახვა და გადაცემა გზებით, რომლებიც არ არის დამოკიდებული წერილობით ტექსტზე. მაგრამ აქ არის პრობლემა. ეს მეთოდები მოითხოვს უწყვეტ ტრადიციას. ისინი მოითხოვს, რომ ყოველი თაობა ასწავლოს შემდეგ თაობას. თუ ეს ჯაჭვი წყდება, თუ ერთი თაობა ვერ გადასცემს ცოდნას შემდეგს, მთელი ცოდნა იკარგება. სწორედ ეს მოხდა ბევრ კულტურაში კოლონიზაციის დროს. ბავშვები იყვნენ წაღებულნი თავიანთი ოჯახებიდან და ჩასმულნი სკოლებში, სადაც მათ ეკრძალებოდათ საუბარი თავიანთ ენაზე, პრაქტიკა თავიანთი ტრადიციებისა. ერთი თაობის განმავლობაში 1000 წლეულების ცოდნა გაქრა. და დღეს ბევრი ამ კულტურის შთამომავალი ცდილობს აღადგინოს ეს ცოდნა. მაგრამ ეს რთულია. რადგან ცოდნა, რომელიც გადაეცა ზეპირად, რომელიც იყო ჩადებული სიმღერებში და ისტორიებში, რთულია აღდგენა მხოლოდ წერილობითი დოკუმენტებიდან. ეს გვაიძულებს ვიფიქროთ რაღაცაზე მნიშვნელოვანზე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზაციის გადარჩენაზე, ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ტექნოლოგიაზე. ჩვენ ვფიქრობთ მეცნიერებაზე. ჩვენ ვფიქრობთ ინჟინერიაზე. მაგრამ ცივილიზაცია არის უფრო მეტი ვიდრე ეს. ცივილიზაცია არის ასევე კულტურა, ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, ფილოსოფია, რელიგია. ყველა ეს ელემენტი, რომელიც აქცევს ჩვენ ადამიანებად, არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სახეობად. წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც ჩვენ გადავარჩინეთ ყველა ჩვენი ტექნიკური ცოდნა. ჩვენ გადავარჩინეთ ყველა ჩვენი სამეცნიერო აღმოჩენა.
მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ხელოვნება. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი მუსიკა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ლიტერატურა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ფილოსოფია. რა სახის ცივილიზაცია იქნება ეს? ეს იქნება ცივილიზაცია, რომელსაც შეუძლია აშენოს მანქანები, მაგრამ არ იცის რატომ. ცივილიზაცია, რომელსაც შეუძლია გადაჭრას ტექნიკური პრობლემები, მაგრამ არ იცის როგორ ცხოვრება კარგად. ცივილიზაცია, რომელსაც აქვს ინსტრუმენტები, მაგრამ არ აქვს მიზანი. სწორედ ამიტომ ზოგიერთი ფილოსოფოსი და კულტუროლოგი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ კულტურული მეხსიერების შენახვაზე ისევე სერიოზულად, როგორც ვფიქრობთ ტექნიკური ცოდნის შენახვაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ არქივები. არა მხოლოდ სამეცნიერო სტატიებისთვის, არამედ ასევე ლიტერატურისთვის, მუსიკისთვის, ხელოვნებისთვის. ჩვენ უნდა შევინახოთ არა მხოლოდ ფაქტები, არამედ ასევე ისტორიები. არა მხოლოდ მონაცემები, არამედ ასევე მნიშვნელობები. 2015 წელს Google-მა დაიწყო პროექტი სახელწოდებით Google Arts and Culture. მათი მიზანი იყო შექმნა ციფრული არქივი მსოფლიოს ხელოვნებისა. ისინი თანამშრომლობენ მუზეუმებთან, გალერეებთან, კულტურულ ინსტიტუტებთან მთელ მსოფლიოში, რათა შექმნან მაღალი რეზოლუციის სურათები ხელოვნების ნამუშევრებისა. ზოგიერთი ამ სურათის რეზოლუცია ასე მაღალია, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ინდივიდუალური ფუნჯის ხაზები, რომლებიც გააკეთა ხელოვანმა საუკუნეების წინ. მაგრამ ეს პროექტი არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ არქივი. ეს არის ცდა დემოკრატიზაცია გაუკეთოს ხელოვნებას. გახადოს ის ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ ადგილას. თქვენ არ გჭირდებათ მოგზაურობა პარიზში, რომ დაინახოთ მონა ლიზა. თქვენ არ გჭირდებათ მოგზაურობა ნიუ-იორკში, რომ დაინახოთ ვან გოგის ვარსკვლავიანი ღამე. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ისინი თქვენი ტელეფონიდან, თქვენი კომპიუტერიდან, სადაც არ უნდა იყოთ. მაგრამ აქ არის კითხვა. არის თუ არა ციფრული სურათი იგივე, რაც ორიგინალი ნამუშევარი? როცა თქვენ დგახართ მონა ლიზას წინ ლურში, თქვენ არ ხედავთ მხოლოდ სურათს. თქვენ გრძნობთ მის ფიზიკურ არსებობას. თქვენ ხედავთ ტექსტურას საღებავისა. თქვენ ხედავთ ბზარებს ძველ ტილოზე. თქვენ გრძნობთ ისტორიას, რომელიც ჩადებულია ამ ობიექტში. ციფრული სურათი შეიძლება გადმოსცეს ვიზუალური ინფორმაცია, მაგრამ ის ვერ გადმოსცემს ამ ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ განზომილებას. ეს არის დილემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, როცა ვცდილობთ შევინახოთ კულტურა. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ რეპროდუქციები. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ჩანაწერები. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ აღწერილობები. მაგრამ შეგვიძლია თუ არა შევინახოთ თავად გამოცდილება. შეგვიძლია თუ არა შევინახოთ ის, რაც ხდის ხელოვნებას ხელოვნებად, მუსიკას მუსიკად, ლიტერატურას ლიტერატურად. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. ისინი ამბობენ, რომ ხელოვნება არის ფუნდამენტურად გამოცდილება. ის არის რაღაც, რაც უნდა იყოს განცდილი პირდაპირ, არა შუამავლის საშუალებით. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ თუნდაც არასრული შენახვა უკეთესია ვიდრე არაფერი. რომ თუნდაც ციფრული რეპროდუქცია შეიძლება შთააგონოს, შეაგრძნობინოს, ასწავლოს. და აქ ჩვენ ბრუნდებით ფუნდამენტურ კითხვაზე. რა არის ჩვენი მიზანი, როცა ჩვენ ვცდილობთ შევინახოთ ჩვენი ცივილიზაცია? ჩვენ ვცდილობთ შევინახოთ ინფორმაცია, ცოდნა, კულტურა, გამოცდილება, თუ რაღაც უფრო ღრმა რაღაც, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ადამიანობის არსი. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ცივილიზაცია კოლაფსში შევა. წარმოიდგინეთ, რომ 1000 წლის შემდეგ გადარჩენილები პოულობენ ჩვენს არქივებს. ისინი პოულობენ ჩვენს ბიბლიოთეკებს. ისინი პოულობენ ჩვენს მუზეუმებს. რას ისწავლიან ისინი ჩვენ შესახებ? რას გაიგებენ ისინი იმის შესახებ, თუ ვინ ვიყავით ჩვენ? რას ფიქრობდით? რას გვჯეროდა? რას ვაფასებდით? ეს არის კითხვა, რომელიც უნდა გვიბიძგებდეს ჩვენ, როცა ჩვენ ვწყვეტთ რა უნდა შევინახოთ. რადგან ის, რასაც ჩვენ ვირჩევთ შენახვას, არის ის, რასაც ჩვენ ვთვლით მნიშვნელოვანად. ეს არის ჩვენი მესიჯი მომავლისთვის. ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა. ზოგიერთი ფუტუროლოგი ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევინახოთ ყველაფერი. ყოველი წიგნი, ყოველი სიმღერა, ყოველი ნახატი, ყოველი ფილმი, ყოველი ფოტო, ყოველი დოკუმენტი. იდეა არის შექმნა სრული არქივი ადამიანური გამოცდილებისა. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ ეს არ არის შესაძლებელი. რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა არის ყველაზე ღირებული შენახვისთვის.
მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს არჩევანი? ვინ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა? ეს არის კითხვა, რომელსაც არ აქვს მარტივი პასუხი. რადგან ის, რაც მნიშვნელოვანია ერთი კულტურისთვის, შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი სხვა კულტურისთვის. ის, რაც მნიშვნელოვანია ერთი თაობისთვის, შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი სხვა თაობისთვის. სწორედ ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი და ფილოსოფოსი ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ დეცენტრალიზებული სისტემა კულტურული მეხსიერების შენახვისთვის. არა ერთი დიდი არქივი, რომელსაც აკონტროლებს ერთი ორგანიზაცია. არამედ ათასობით მცირე არქივი, რომლებსაც აკონტროლებენ სხვადასხვა საზოგადოებების, სხვადასხვა კულტურების, სხვადასხვა ჯგუფები. თითოეული ამ არქივის შეინახავს ის, რასაც ისინი თვლიან მნიშვნელოვანად. და ერთად ეს არქივები შექმნიან მრავალფეროვან, მდიდარ მრავალფენიან სურათს ადამიანური ცივილიზაციისა. ეს არის იდეა, რომელიც რეზონანსშია იმ იდეასთან, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ადრე. კულტურული ბიომრავალფეროვნების იდეასთან. იდეასთან, რომ მრავალფეროვნება არის ძალა, არა სისუსტე. რომ რაც უფრო მეტი სხვადასხვა ხმას, სხვადასხვა პერსპექტივას, სხვადასხვა გზაყოფნისა ჩვენ გვაქვს, მით უფრო მდგრადი ხდება ჩვენი ცივილიზაცია. მაგრამ აქ არის გამოწვევა. როგორ უზრუნველყოთ, რომ ყველა ამ სხვადასხვა ხმას ექნება შანსი იყოს მოსმენილი? როგორ უზრუნველყოთ, რომ არა მხოლოდ ძლიერი, მდიდარი, ძლიერი კულტურები შეინახავენ თავიანთ მეხსიერებას, არამედ ასევე მცირე, მოწყვლადი, მარგინალიზებული კულტურები? ეს არის კითხვა სამართლიანობისა. კითხვა ისა, თუ ვის ისტორია ითვლება. ვის ხმა ისმის? ვის მემკვიდრეობა შენარჩუნებულია? და ეს არის კითხვა, რომელიც ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენ ვიწყებთ ფიქრს გრძელვადიან პერსპექტივაში. რადგან საბოლოოდ ის, რასაც ჩვენ ვირჩევთ შენახვას, არის ის, რასაც ჩვენ ვირჩევთ გახსოვდეს. და ის, რასაც ჩვენ ვირჩევთ გახსოვდეს, ფორმირებს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც ცივილიზაცია. ეს არის არა მხოლოდ ტექნიკური პრობლემა. ეს არის ეთიკური პრობლემა. ფილოსოფიური პრობლემა. პოლიტიკური პრობლემა. და ეს არის პრობლემა, რომელსაც ჩვენ უნდა გადავჭრათ ერთად. არა როგორც ინდივიდები. არა როგორც ერები. არა როგორც კულტურები. არამედ როგორც სახეობა. როგორც ცივილიზაცია. როგორც კოლექტიური ადამიანობა, რომელიც ცდილობს შექმნას მომავალი, რომელიც ღირს გადარჩენისთვის. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ყველა ეს კითხვა, ყველა ეს დილემა, ყველა ეს ფილოსოფიური პრობლემა, ისინი არ არის მხოლოდ აბსტრაქტული დისკუსიები. ისინი არ არის მხოლოდ თეორიული სავარჯიშოები. რადგან სწორედ ახლა, ამ წამში ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში მუშაობს ამ პრობლემების გადაჭრაზე. ისინი არ ელოდებიან კატასტროფას. ისინი არ ელოდებიან სრულყოფილ გადაწყვეტას. ისინი მოქმედებენ. ახლა. დღეს. და ის, რასაც ისინი აკეთებენ, შეიძლება განსაზღვროს ჩვენი სახეობის მომავალი. წარმოიდგინეთ ეს. 2022 წელს ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ დაიწყო პროექტი, რომელსაც უწოდეს Save Our Sounds. მათი მიზანი იყო შეგროვება და შენახვა ხმების, რომლებიც ქრება. არა მხოლოდ ენები. არამედ ასევე დიალექტები. აქცენტები. ადგილობრივი გამოთქმები. ხმები ხუცესი ადამიანებისა, რომლებიც იხსენებენ სამყაროს, რომელიც აღარ არსებობს. ხმები ბავშვებისა, რომლებიც იზრდებიან სამყაროში, რომელიც სწრაფად იცვლება. იდეა იყო შექმნა აუდიო არქივი, რომელიც შეინახავს არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ასევე ინტონაციას, რიტმს, მელოდიას ადამიანური მეტყველებისა. რატომ? რადგან ისინი გაიგეს რაღაც ფუნდამენტური. როცა ენა კვდება, ჩვენ კარგავთ არა მხოლოდ ლექსიკონს. ჩვენ კარგავთ გზას აზროვნებისა. გზას სამყაროს ხედვისა. გზას ემოციების გამოხატვისა. და როცა ჩვენ ვსმენთ ხმას, ჩვენ ვსმენთ უფრო მეტს ვიდრე სიტყვები. ჩვენ ვსმენთ პიროვნებას. ჩვენ ვსმენთ კულტურას. ჩვენ ვსმენთ ისტორიას. ან წარმოიდგინეთ სხვა პროექტი. 2023 წელს ჯგუფმა მეცნიერებისა და ხელოვანებისა დაიწყო ინიციატივა სახელწოდებით Lunar Codex-ი. მათი იდეა იყო შექმნა ბიბლიოთეკა მთვარეზე. არა ციფრული ბიბლიოთეკა. არა ვირტუალური ბიბლიოთეკა. ფიზიკური ბიბლიოთეკა. ისინი გეგმავენ გაგზავნას მთვარეზე სპეციალური კაფსულები, რომლებიც შეიცავს მიკროფილმებს ათასობით წიგნისა, მილიონობით დოკუმენტისა, ასობით ათასი სურათისა.
ეს კაფსულები იქნება დამარხული მთვარის რეგოლითში, დაცული რადიაციისგან, მიკრომეტეორიტებისგან, ტემპერატურის ექსტრემალური ცვლილებებისგან. რატომ მთვარეზე? რადგან მთვარე არის ერთადერთი ადგილი მზის სისტემაში, რომელიც არის ახლოს დედამიწასთან, მაგრამ არის გეოლოგიურად მკვდარი. არ არის ვულკანური აქტივობა. არ არის ტექტონიკური მოძრაობა. არ არის ატმოსფერო, რომელიც გამოიწვევს ეროზიას. ის, რასაც თქვენ დაამარხავთ მთვარეზე, შეიძლება დარჩეს უცვლელი მილიარდობით წლებით. ეს არის საბოლოო დროის კაფსულა. საბოლოო სარეზერვო ასლი ადამიანური ცივილიზაციისა. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად ფასცინაციაა. ეს პროექტები არ არის მხოლოდ მთავრობების ან დიდი კორპორაციების საქმე. ისინი არ არის მხოლოდ ელიტური მეცნიერების ან მილიარდერების საქმე. ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იწყება ჩვეულებრივი ადამიანებისგან, რომლებიც უბრალოდ გადაწყვეტენ, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. 2009 წელს ბრიუს სტერლინგმა, მეცნიერ ფანტასტიკის მწერალმა და მისმა მეგობრებმა დაიწყეს პროექტი სახელწოდებით დედმედია. იდეა იყო მარტივი. შექმნით ფიზიკური ობიექტები, რომლებიც შეიცავს ციფრულ ინფორმაციას, მაგრამ რომლებიც არ მოითხოვს ელექტროენერგიას წასაკითხად. ისინი ექსპერიმენტირებდნენ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. QR კოდები ამოტვიფრული ლითონის ფირფიტებზე, მიკროტექსტი ამობეჭდილი კერამიკაზე, ჰოლოგრაფიული შენახვა კრისტალებში. თითოეული ამ ტექნოლოგიის იყო ექსპერიმენტი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციის შენახვა ისე, რომ ის იყოს ხანგრძლივი, მდგრადი და ხელმისაწვდომი. ან წარმოიდგინეთ კიდევ უფრო მარტივი მაგალითი. 2015 წელს ჯგუფმა მოხალისეებისა ისლანდიაში დაიწყო პროექტი, რომელსაც უწოდეს Book of Iceland. ისინი ქმნიდნენ ხელნაწერ წიგნს, რომელიც შეიცავდა ისტორიებს, სიმღერებს, რეცეპტებს, ტრადიციებს ისლანდიური კულტურისა. მაგრამ ისინი არ წერდნენ მას თანამედროვე ქაღალდზე. ისინი იყენებდნენ ველუმს, ცხოველის კანს, რომელიც დამუშავებული იყო ტრადიციული მეთოდებით. ისინი იყენებდნენ მელანს, დამზადებულს ბუნებრივი პიგმენტებისგან. ისინი იყენებდნენ ტექნიკებს, რომლებიც არსებობდა შუა საუკუნეებში. რატომ? რადგან ისინი იცოდნენ, რომ შუა საუკუნეების ხელნაწერები, რომლებიც შექმნილია ამ მეთოდებით, გადარჩა 1000 წელი. ხოლო თანამედროვე წიგნები, დაბეჭდილი მჟავიან ქაღალდზე, იშლება 50-დან 100 წელიწადში. ეს არის მაგალითი იმისა, რასაც ზოგიერთი მეცნიერი უწოდებს დაბალ ტექნოლოგიურ რედუნდანტობას. იდეა არის ის, რომ ჩვენ არ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. ჩვენ ასევე უნდა შევინარჩუნოთ და გამოვიყენოთ ძველი, დამტკიცებული მეთოდები. რადგან მაღალი ტექნოლოგია შეიძლება იყოს ძლიერი, მაგრამ ის ასევე არის მოწყვლადი. ის მოითხოვს ენერგიას. ის მოითხოვს ინფრასტრუქტურას. ის მოითხოვს ექსპერტიზას. ხოლო დაბალი ტექნოლოგია, თუნდაც ნაკლებად ეფექტური, შეიძლება იყოს უფრო მდგრადი გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იფიქროს. ეს ყველაფერი ჟღერს შთამბეჭდავად. მაგრამ რა შემიძლია მე? მე ვარ მხოლოდ ერთი ადამიანი. მე არ ვარ მეცნიერი. მე არ ვარ ინჟინერი. მე არ მაქვს მილიონობით დოლარი ინვესტიციისთვის კოსმოსურ პროექტებში. რა როლი შემიძლია ვითამაშო ამ გიგანტურ საქმეში? და აქ არის პასუხი, რომელიც შეიძლება გაგაოცოთ. თქვენი როლი შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. რადგან ცივილიზაციის გადარჩენა არ არის მხოლოდ დიდი პროექტების შესახებ. ეს არის ასევე მცირე ქმედებების შესახებ. ინდივიდუალური არჩევანების შესახებ. ყოველდღიური გადაწყვეტილებების შესახებ. წარმოიდგინეთ ეს. თქვენ გაქვთ ძველი ოჯახური ფოტოები. ფოტოები თქვენი ბებიისა და ბაბუისა. ფოტოები თქვენი მშობლების ახალგაზრდობისა. ფოტოები თქვენი ბავშვობისა. ეს ფოტოები არის არა მხოლოდ სურათები. ისინი არის დოკუმენტები. ისინი არის ისტორია. ისინი არის კავშირი წარსულთან. მაგრამ სად ინახება ისინი? ძველ ალბომში სხვენზე? ციფრულ ფაილებში კომპიუტერზე? ღრუბელში, რომელიც ეკუთვნის კომპანიას, რომელიც შეიძლება აღარ არსებობდეს 10 წლის შემდეგ. აქ არის რაღაც, რასაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. შექმნით სარეზერვო ასლები. არა მხოლოდ ერთი. არა მხოლოდ ორი. მრავალი. ციფრული ასლები სხვადასხვა მედიაზე.
ფიზიკური ასლები და ბეჭდილი არქიულ ქაღალდზე. შეინახეთ ისინი სხვადასხვა ადგილას. ერთი ასლი თქვენს სახლში. სხვა ასლი თქვენი მშობლების სახლში. კიდევ ერთი ასლი თქვენი ძმის ან დის სახლში. ეს არის დეცენტრალიზაცია პირად დონეზე. ეს არის რედუნდანტობა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თუნდაც ერთი ასლი დაიკარგოს, სხვები გადარჩება. ან წარმოიდგინეთ სხვა მაგალითი. თქვენ გაქვთ ცოდნა. შეიძლება თქვენ იცით, როგორ მოამზადოთ ტრადიციული კერძი, რომელიც გადაეცა თქვენს ოჯახში თაობიდან თაობას. შეიძლება თქვენ იცით, როგორ შეაკეთოთ რაღაც, როგორ გააკეთოთ რაღაც ხელით. შეიძლება თქვენ იცით ისტორიები, რომლებიც მოგიყვათ თქვენმა ბებიამ. ეს ცოდნა არის ფასეული. ეს ცოდნა არის ნაწილი კულტურული მემკვიდრეობისა. მაგრამ ის არსებობს მხოლოდ თქვენს თავში. რა მოხდება, როცა თქვენ აღარ იქნებით? აქ არის რაღაც, რასაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. ჩაწერეთ ეს ცოდნა. არა მხოლოდ ციფრულ ფორმატში. არამედ ასევე ფიზიკურად. დაწერეთ რეცეპტი. დახატეთ დიაგრამა. ჩაწერეთ ისტორია. გააკეთეთ ვიდეოს, სადაც თქვენ აჩვენებთ, როგორ კეთდება რაღაც. და შემდეგ გააზიარეთ ეს. გადასცით თქვენს შვილებს. გადასცით თქვენს შვილიშვილებს. ატვირთეთ ინტერნეტში, სადაც სხვებიც შეძლებენ ისწავლონ. ეს არის გზა, რომლითაც ცოდნა გადარჩება. არა დიდ ბიბლიოთეკებში. არამედ მცირე, ყოველდღიურ ქმედებებში ათასობით, მილიონობით ადამიანისა. ან წარმოიდგინეთ კიდევ უფრო მარტივი მაგალითი. თქვენ კითხულობთ წიგნს, რომელიც ნამდვილად გავლენას ახდენს თქვენზე. წიგნი, რომელიც ცვლის თქვენს გაგებას სამყაროსი. წიგნი, რომელიც გაძლევთ ახალ პერსპექტივას. რა აკეთებთ ამ წიგნთან? შეიძლება თქვენ წაიკითხოთ ის და დააბრუნოთ ბიბლიოთეკაში. შეიძლება თქვენ წაიკითხოთ ის ელექტრონულ წიგნზე და წაშალოთ, როცა დაასრულებთ. მაგრამ აქ არის სხვა ვარიანტი. იყიდეთ ფიზიკური ასლი. შეინახეთ ის. შექმნით პირადი ბიბლიოთეკა. და როცა თქვენ კვდებით, ეს ბიბლიოთეკა გადავა თქვენს შვილებს, თქვენს შვილიშვილებს. ეს არის გზა, რომლითაც ცოდნა გადაეცემა. არა მხოლოდ როგორც ინფორმაცია, არამედ როგორც ფიზიკური ობიექტი, რომელსაც აქვს ისტორია, რომელსაც აქვს მნიშვნელობა. ახლა მე ვიცი, რას ფიქრობ ზოგიერთი თქვენგანი. ეს ყველაფერი ჟღერს ძალიან პესიმისტურად. ძალიან აპოკალიფსურად. ჩვენ ვსაუბრობთ კატასტროფებზე. ვსაუბრობთ კოლაფსზე. ვსაუბრობთ ცივილიზაციის დაღუპვაზე. მაგრამ ხომ არ არის ეს უბრალოდ შიშის გავრცელება? ხომ არ არის ეს უბრალოდ პარანოია? და აქ მე უნდა ვიყო სრულიად გულწრფელი თქვენთან. დიახ, ზოგიერთი ამ სცენარის არის ექსტრემალური. დიახ, ზოგიერთი ამ შიშის შეიძლება იყოს გადაჭარბებული. მაგრამ აქ არის რეალობა. ისტორია გვიჩვენებს, რომ ცივილიზაციები არ არის მარადიული. ისინი იბადებიან, იზრდებიან, აყვავდებიან და ქრებიან. ეს მოხდა რომის იმპერიასთან. ეს მოხდა მაიას ცივილიზაციასთან. ეს მოხდა ინდუსის ველის ცივილიზაციასთან. ეს მოხდა ათასობით სხვა საზოგადოებასთან, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ძლიერნი, მდიდარნი, მოწინავენი და რომლებიც ახლა არის მხოლოდ არქეოლოგიური ნანგრევები. მაგრამ აქ არის განსხვავება. ყველა ეს ცივილიზაცია არ იცოდა, რომ ისინი იყვნენ მოწყვლადნი. ისინი არ ემზადებოდნენ კოლაფსისთვის. ისინი არ ქმნიდნენ სარეზერვო ასლებს. ისინი არ ფიქრობდნენ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ კი ვიცით. ჩვენ გვაქვს ისტორიული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს მეცნიერული გაგება რისკებისა. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ რაღაც, რაც არც ერთ წინა ცივილიზაციას არ შეეძლო. ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ. და აქ არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს მომზადება არ არის მხოლოდ კატასტროფების შესახებ. ეს არის ასევე იმის შესახებ, თუ როგორ ვცხოვრობთ ახლა. როცა ჩვენ ვქმნით სარეზერვო ასლებს ჩვენი ცოდნისა, ჩვენი კულტურისა, ჩვენი მემკვიდრეობისა, ჩვენ ვაკეთებთ რაღაც უფრო მეც, ვიდრე უბრალოდ დაზღვევა მომავლისთვის. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს წარსულს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს აწმყოს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ის, რაც ჩვენ გვაქვს, არის ფასეული და ღირს შენარჩუნებისთვის. წარმოიდგინეთ საზოგადოება, რომელიც ნამდვილად იღებს ამ იდეას. საზოგადოება, სადაც ყოველი ადამიანი ფიქრობს გრძელვადიან პერსპექტივაში.
სადაც ყოველი ადამიანი ქმნის სარეზერვო ასლებს. სადაც ყოველი ადამიანი ინახავს და გადასცემს ცოდნას. სადაც ყოველი ადამიანი აფასებს კულტურულ მემკვიდრეობას. ეს იქნება საზოგადოება, რომელიც არის არა მხოლოდ უფრო მდგრადი, არამედ ასევე უფრო მდიდარი, უფრო ღრმა, უფრო დაკავშირებული თავის ისტორიასთან და თავის იდენტობასთან. მაგრამ აქ არის რეალობა. ჩვენ არ ვართ ასეთ საზოგადოებაში. ჯერ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც ხშირად ფიქრობს მოკლევადიან პერსპექტივაში. სადაც ჩვენ ვაფასებთ სიახლეს უფრო მეტად ვიდრე ტრადიციას. სადაც ჩვენ ვაფასებთ მოხერხებულობას უფრო მეტად ვიდრე გამძლეობას. სადაც ჩვენ ვაფასებთ ინდივიდუალურ წარმატებას უფრო მეტად ვიდრე კოლექტიურ გადარჩენას. მაგრამ ეს იცვლება. ნელა. თანდათან. მაგრამ ეს იცვლება. რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს გაგებას, რომ ჩვენ ვართ ერთ გადამწყვეტ მომენტში ისტორიაში. მომენტში, როცა ჩვენი არჩევანი, ჩვენი ქმედებები, ჩვენი პრიორიტეტები შეიძლება განსაზღვროს არა მხოლოდ ჩვენი მომავალი, არამედ ჩვენი სახეობის მომავალი. 2024 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უწოდეს კომისია მომავალი თაობებისთვის. მათი მანდატი იყო უზრუნველყონ, რომ ყოველი მთავრობის გადაწყვეტილება, ყოველი საერთაშორისო ხელშეკრულება, ყოველი გლობალური პოლიტიკა იყოს შეფასებული არა მხოლოდ მისი მოკლევადიანი ეფექტების მიხედვით, არამედ ასევე მისი გრძელვადიანი შედეგების მიხედვით. როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ადამიანებზე, რომლებიც იცხოვრებენ 50 წლის შემდეგ, 100 წლის შემდეგ, 200 წლის შემდეგ? ეს იყო რევოლუციური იდეა. რადგან პირველად საერთაშორისო დონეზე იყო აღიარებული, რომ მომავალ თაობებს აქვთ უფლებები. უფლება სუფთა გარემოზე. უფლება სტაბილურ კლიმატზე. უფლება ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. უფლება კულტურულ მემკვიდრეობაზე. უფლება ცოდნაზე. და ჩვენ, რომლებიც ვცხოვრობთ ახლა, გვაქვს მოვალეობა დავიცვათ ეს უფლებები. მაგრამ აქ არის გამოწვევა. როგორ ვაიძულოთ მთავრობები, კორპორაციები, ინსტიტუტები იფიქრონ გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა ისინი არიან შექმნილი მოკლევადიანი შედეგებისთვის? როგორ ვაიძულოთ პოლიტიკოსები, რომლებიც აირჩევიან 4-დან 6 წელიწადში ერთხელ, იფიქრონ პოლიტიკაზე, რომელიც იმოქმედებს 50-დან 100 წელიწადში? როგორ ვაიძულოთ კომპანიები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან კვარტალურ მოგებაზე, ინვესტიცია ჩადონ პროექტებში, რომლებიც მოიტანს შედეგებს მხოლოდ თაობების შემდეგ? ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობს მარტივი პასუხი. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ჩვენ ვიცით. ცვლილება ხდება არა მხოლოდ ზემოდან ქვემოთ. ცვლილება ხდება ასევე ქვემოდან ზემოთ. როცა საკმარისი რაოდენობის ადამიანები იწყებს მოთხოვნას ცვლილებისა, როცა საკმარისი რაოდენობის ადამიანები იწყებს მოქმედებას განსხვავებულად, როცა საკმარისი რაოდენობის ადამიანები იწყებს ფიქრს გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ ინსტიტუტები იძულებულნი არიან მიხვნენ. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შთამაგონებელია. ეს უკვე ხდება. მთელ მსოფლიოში. ათასობით ადამიანი, ათასობით ორგანიზაცია, ათასობით საზოგადოება მუშაობს ამ პრობლემებზე. ისინი ქმნიან სათესლე ბანკებს. ისინი ქმნიან ციფრულ არქივებს. ისინი ქმნიან კულტურულ საცავებს. ისინი ინახავენ ენებს. ისინი ინახავენ ტრადიციებს. ისინი ინახავენ ცოდნას. ისინი ინახავენ ისტორიებს. ისინი ინახავენ მეხსიერებას. ზოგიერთი ამ პროექტის არის დიდი და ამბიციური. როგორიცაა სვალბარდის თესლების საცავი. როგორიცაა GitHub-ის არქტიკული კოდის საცავი. როგორიცაა ლუნარ კოდექსი. მაგრამ ზოგიერთი არის მცირე და ადგილობრივი. როგორიცაა ბებია, რომელიც ასწავლის თავის შვილიშვილს, როგორ მოამზადოს ტრადიციული კერძი. როგორიცაა მასწავლებელი, რომელიც ჩაწერს ზეპირ ისტორიებს 500 ადამიანებისგან. როგორიცაა ბიბლიოთეკარი, რომელიც ქმნის ციფრულ არქივს ადგილობრივი გაზეთებისა. როგორიცაა მუზეუმის მუშაკი, რომელიც ინახავს ძველ ფოტოებს და დოკუმენტებს. ყველა ეს ადამიანი, დიდი და მცირე, ცნობილი და უცნობი, ისინი ყველა არიან ნაწილი ერთი გლობალური მოძრაობისა. მოძრაობა, რომელიც არ აქვს ერთი ლიდერი. რომელიც არ აქვს ერთი ორგანიზაცია. რომელიც არ აქვს ერთი იდეოლოგია. მაგრამ რომელიც იზიარებს ერთ საერთო მიზანს. მიზანს შენარჩუნდეს ის, რაც ღირს შენარჩუნებისთვის. მიზანს გადაეცეს მომავალ თაობებს არა მხოლოდ პლანეტა, რომელიც ღირს ცხოვრებისთვის, არამედ ასევე ცოდნა, კულტურა, მემკვიდრეობა, რომელიც ღირს შენარჩუნებისთვის.
და აქ არის ის, რაც ნამდვილად ფასცინაციაა. ეს მოძრაობა არ არის მხოლოდ რეაქცია შიშზე. ეს არ არის მხოლოდ რეაქცია კატასტროფის შესაძლებლობაზე. ეს არის ასევე გამოხატულება იმედისა. იმედისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესი. იმედისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. იმედისა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ცივილიზაცია, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნოლოგიურად მოწინავე, არამედ ასევე კულტურულად მდიდარი, ეთიკურად პასუხისმგებელი და ნამდვილად მდგრადი. წარმოიდგინეთ ეს. წარმოიდგინეთ მომავალი, სადაც ჩვენი შთამომავლები 1000 წლის შემდეგ უკან იხედებიან ჩვენს ეპოქაზე. რას იტყვიან ისინი ჩვენ შესახებ? იტყვიან თუ არა, რომ ჩვენ ვიყავით თაობა, რომელმაც იცოდა რისკები, მაგრამ არაფერი გააკეთა? თაობა, რომელმაც ცხოვრა მოკლევადიან პერსპექტივაში, რომელმაც მოიხმარა რესურსები, რომელმაც დაკარგა ცოდნა, რომელმაც დაკარგა კულტურა. თუ იტყვიან, რომ ჩვენ ვიყავით თაობა, რომელმაც გაიგო გამოწვევა და მოქმედა? თაობა, რომელმაც შექმნა სარეზერვო ასლები, რომელმაც შეინახა ცოდნა, რომელმაც დაიცვა კულტურა, რომელმაც მოემზადა მომავლისთვის. ეს არჩევანი არის ჩვენი. არა მთავრობების. არა კორპორაციების. არა ელიტების. ჩვენი. თითოეული ჩვენგანის. რადგან ცივილიზაციის გადარჩენა არ არის რაღაც, რასაც სხვები აკეთებენ ჩვენთვის. ეს არის რაღაც, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ერთად. მცირე ქმედებებით. ყოველდღიური არჩევანებით. ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით, რომლებიც, როცა გამრავლდება მილიონობით ადამიანზე, ხდება გლობალური მოძრაობა. ასე რომ, აქ არის კითხვა, რომლითაც მე დავასრულებ ამ ნაწილს. რას აკეთებთ თქვენ? რა არის თქვენი წვლილი? როგორ მონაწილეობთ თქვენ ამ გლობალურ პროექტში ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენისთვის? შეიძლება ეს იყოს რაღაც მცირე. შეიძლება ეს იყოს რაღაც, რაც ჩანს უმნიშვნელოდ. მაგრამ გახსოვდეთ. დიდი ცვლილებები იწყება მცირე ქმედებებით. და ყოველი ქმედება, რამდენადაც მცირეც არ უნდა იყოს, არის ნაბიჯი უფრო მდგრადი, უფრო მდიდარი, უფრო ღირებული მომავლისკენ. რადგან საბოლოოდ ეს არ არის მხოლოდ გადარჩენის შესახებ. ეს არის იმის შესახებ, თუ რა სახის ცივილიზაცია ჩვენ გვინდა იყოს. რა სახის მემკვიდრეობა ჩვენ გვინდა დავტოვოთ. რა სახის მომავალი ჩვენ გვინდა შევქმნათ. და ეს არის არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ არა ერთხელ, არამედ ყოველდღე, ყოველი ჩვენი ქმედებით, ყოველი ჩვენი გადაწყვეტილებით, ყოველი ჩვენი არჩევანით. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც ყველაზე ნაკლებად იკითხება. კითხვა, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენაზე. ჩვენი ცოდნის შენახვაზე. ჩვენი კულტურის დაცვაზე. მაგრამ აქ არის ის, რაზეც ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ. რა არის ის, რასაც ჩვენ ვერ ვინახავთ? რა არის ის, რასაც ჩვენ ვერ გადავცემთ? რა არის ის, რასაც ჩვენ საერთოდ ვერ ვიგებთ? წარმოიდგინეთ ეს. ყველა ჩვენი პროექტი, ყველა ჩვენი საცავი, ყველა ჩვენი არქივი, ისინი ყველა ეფუძნება ერთ ფუნდამენტურ დაშვებას. დაშვებას, რომ ჩვენ ვიცით რა არის მნიშვნელოვანი. რომ ჩვენ ვიცით რა უნდა შევინახოთ. რომ ჩვენ ვიცით როგორ უნდა გადავცეთ ცოდნა. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს დაშვება არის არასწორი? რა მოხდება, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ცივილიზაციისა არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვზომავთ, ვერ ვინახავთ? აქ არის პარადოქსი, რომელიც აწუხებს ფილოსოფოსებს 1000 წლეულების განმავლობაში. ცოდნა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ, არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ნამდვილად ვიცით. როცა თქვენ ისწავლით, როგორ ისროლოთ ბურთი, თქვენ არ ისწავლით ფიზიკის ფორმულებს. თქვენი სხეული ისწავლის რაღაცას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ნეირომუსკულურ მეხსიერებას. ცოდნას, რომელიც ცხოვრობს თქვენს კუნთებში, თქვენს ნერვებში, თქვენს ქვეცნობიერში. როცა თქვენ ისწავლით ენას, თქვენ არ ისწავლით მხოლოდ გრამატიკის წესებს. თქვენ ისწავლით რიტმს, ინტონაციას, კონტექსტს, ნიუანსებს, რომლებიც არასოდეს არის სრულად ახსნილი არც ერთ სახელმძღვანელოში. ან წარმოიდგინეთ უფრო ღრმა მაგალითი. როცა თქვენ უყურებთ მზის ჩასვლას და გრძნობთ რაღაცას, ამ განცდას, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ სილამაზე, ან მშვიდობა, ან მელანქოლია, რა არის ეს? როგორ ჩაწერთ ამას? როგორ გადასცემთ ამას? თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ აღწერა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ფოტო. თქვენ შეგიძლიათ დახატოთ ნახატი. მაგრამ არც ერთი ამათგანი არ იქნება იგივე, რაც თავად გამოცდილება.
არც ერთი ამათგანი არ გადმოსცემს იმას, რასაც თქვენ ნამდვილად გრძნობდით იმ მომენტში. აქ არის ის, რაზეც ფილოსოფოსები საუბრობენ, როცა ისინი საუბრობენ ქვალიაზე. სუბიექტური გამოცდილების ხარისხზე. წითელი ფერის წითლობაზე. ტკივილის ტკივილობაზე. სიხარულის სიხარულობაზე. ეს არის რაღაც, რაც არსებობს მხოლოდ პირველი პირის პერსპექტივიდან. რაღაც, რაც არ შეიძლება სრულად გადაეცეს სხვას. რაღაც, რაც, როცა თქვენ კვდებით, კვდება თქვენთან ერთად. და აქ არის შემაშფოთებელი აზრი. თუ ეს მართალია, მაშინ ყოველი ადამიანი, რომელიც კვდება, არის მთელი სამყაროს დაკარგვა. სამყარო, როგორც ის ხედავდა მას. სამყარო, როგორც ის გრძნობდა მას. სამყარო, როგორც ის იგებდა მას. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ მათი სიტყვები. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ მათი ნამუშევრები. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ მათი ფოტოები. მაგრამ ჩვენ ვერ შევინახავთ მათ თავად. ჩვენ ვერ შევინახავთ მათ უნიკალურ პერსპექტივას. ჩვენ ვერ შევინახავთ მათ ცნობიერებას. ეს გვიბიძგებს უფრო ღრმა კითხვისკენ. რა არის ცნობიერება? როგორ წარმოიქმნება ის? რატომ არსებობს ის? ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ ცნობიერების რთულ პრობლემას. ჩვენ შეგვიძლია ახსნათ, როგორ მუშაობს ტვინი. ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ნეირონები, რომლებიც ანთდება, როცა თქვენ ხედავთ წითელ ფერს. მაგრამ ჩვენ ვერ ახსნით, რატომ ეს ნეირონული აქტივობა ქმნის სუბიექტურ გამოცდილებას წითელობისა. ჩვენ ვერ ახსნით, რატომ არის ვინმე სახლში. რატომ არის ის, როგორც ჩანს იყოს თქვენ. და აქ არის ის, რაც ნამდვილად ფასცინაციაა. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ აკადემიური. ეს პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ჩვენს კითხვას ცივილიზაციის გადარჩენის შესახებ. რადგან თუ ჩვენ არ ვიცით, რა არის ცნობიერება, თუ ჩვენ არ ვიცით, როგორ წარმოიქმნება ის, თუ ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს ის, მაშინ როგორ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ჩვენ ვინახავთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს იმისა, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. შეიძლება ცნობიერება არის ემერგენტული თვისება. რაღაც, რაც წარმოიქმნება კომპლექსური სისტემებიდან, მაგრამ რომელიც არ შეიძლება შემცირდეს მის კომპონენტებამდე. შეიძლება ის არის როგორც მუსიკა. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ ნოტები. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ რიტმი. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ ჰარმონია. მაგრამ მუსიკა არის უფრო მეტი ვიდრე ნოტების ჯამი. მუსიკა არის ის, რაც ხდება, როცა ყველა ეს ელემენტი ერთად მოდის. და თუ თქვენ დაკარგავთ ერთ ელემენტს, თუ თქვენ შეცვლით ერთ ნოტს, მთელი მუსიკა იცვლება. ან შეიძლება ცნობიერება არის რაღაც უფრო ფუნდამენტური. შეიძლება ის არის არა პროდუქტი ტვინისა, არამედ თვისება თავად სამყაროსი. ეს არის იდეა, რომელსაც ზოგიერთი ფილოსოფოსი უწოდებს პანფსიქიზმს. იდეა, რომ ცნობიერება, ან მისი პრიმიტიული ფორმა, არსებობს ყველგან. ყოველ ატომში, ყოველ ნაწილაკში, ყოველ ველში. და ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ადამიანურ ცნობიერებას, არის მხოლოდ განსაკუთრებით კომპლექსური და ორგანიზებული ფორმა ამ უნივერსალური თვისებისა. ეს იდეა ჟღერს ექსტრემალურად. მაგრამ აქ არის ის, რაც საინტერესოა. ზოგიერთი თანამედროვე ფიზიკოსი იწყებს სერიოზულად განხილვას ამ შესაძლებლობისა. ისინი მიუთითებენ კვანტურ მექანიკაზე, სადაც დამკვირვებელი, როგორც ჩანს, თამაშობს ფუნდამენტურ როლს რეალობის ფორმირებაში. ისინი მიუთითებენ ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიაზე, რომელიც ცდილობს გაზომოს ცნობიერება როგორც ფიზიკური რაოდენობა. ისინი მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული გაგება იმისა, თუ რა არის რეალობა, რა არის მატერია, რა არის ენერგია. და აქ ჩვენ მივდივართ კიდევ უფრო ღრმა უცნობის ტერიტორიაზე. რადგან აქ არის ის, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია, რომელიც შეადგენს სამყაროს 27%-ს. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი ენერგია, რომელიც შეადგენს სამყაროს 78%-ს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით, რა არის მხოლოდ 5% სამყაროსი. 5%. დანარჩენი 95% არის სრული საიდუმლო. ან წარმოიდგინეთ დროის საიდუმლო. ჩვენ ყველა ვგრძნობთ დროს. ჩვენ ვცხოვრობთ დროში. ჩვენ ვიზომავთ დროს. მაგრამ რა არის დრო? რატომ მიედინება ის ერთი მიმართულებით? რატომ ჩვენ ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ არა მომავალს? ფიზიკის ძირითადი კანონები არის დროის სიმეტრიული. ისინი მუშაობს ერთნაირად წინ და უკან. მაგრამ ჩვენი გამოცდილება დროისა არ არის სიმეტრიული.
ჩვენთვის დრო მიედინება. წარსული არის ფიქსირებული. მომავალი არის ღია. რატომ? ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ დრო არის ილუზია. რომ წარსული აწმყო და მომავალი ყველა არსებობს ერთდროულად ბლოკ სამყაროში. რომ ის, რასაც ჩვენ გვგრძნობთ როგორც დროის ნაკადს, არის მხოლოდ ჩვენი ცნობიერების თვისება, არა თავად სამყაროსი. სხვები ამბობენ, რომ დრო არის რეალური, მაგრამ ის წარმოიქმნება კვანტურ დონეზე, ან ის არის ემერგენტული თვისება თერმოდინამიკისა. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. ან წარმოიდგინეთ მულტივერსის შესაძლებლობა. იდეა, რომ ჩვენი სამყარო არის მხოლოდ ერთი უსასრულო რაოდენობის სამყაროებიდან. ზოგიერთი ამ სამყაროებში ფიზიკის კანონები განსხვავებულია. ზოგიერთში ცხოვრება არასოდეს წარმოიშვა. ზოგიერთში ცივილიზაციები უფრო მოწინავეა ვიდრე ჩვენი. ზოგიერთში ისინი უკვე განადგურდნენ. ეს იდეა მოდის კვანტური მექანიკის ზოგიერთი ინტერპრეტაციიდან. ეს მოდის კოსმოლოგიური ინფლაციის თეორიიდან. მაგრამ ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ეს მართალი. ჩვენ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა ოდესმე გავიგოთ ეს. და აქ არის ის, რაც ნამდვილად დამამცირებელია. ყველა ჩვენი ცოდნა, ყველა ჩვენი მეცნიერება, ყველა ჩვენი ტექნოლოგია, ისინი ყველა ეფუძნება ძალიან მცირე ნაწილს რეალობისა. იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, გავზომოთ, გავიგოთ. მაგრამ რა არის იქ გარეთ, იმ საზღვრების მიღმა, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ? რა არის იმ მასშტაბებზე, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაღწევთ? რა არის იმ განზომილებებში, რომლებსაც ჩვენ ვერ ავიქვამთ? შეიძლება არსებობს სხვა ფორმები ცხოვრებისა, რომლებიც ასე განსხვავებულია ჩვენგან, რომ ჩვენ ვერც კი ვცნობთ მათ როგორც ცხოვრებას. შეიძლება არსებობს სხვა ფორმები ინტელექტისა, რომლებიც ასე უცხოა ჩვენთვის, რომ ჩვენ ვერც კი ვცნობთ მათ როგორც ინტელექტს. შეიძლება არსებობს სხვა ფორმები ცნობიერებისა, რომლებიც ასე განსხვავებულია ჩვენი ცნობიერებისგან, რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორია იყოს ისინი. და აქ არის პარადოქსი. ჩვენ ვცდილობთ შევინახოთ ჩვენი ცივილიზაცია. ჩვენ ვცდილობთ გადავცეთ ჩვენი ცოდნა. მაგრამ ჩვენი ცოდნა არის ასე შეზღუდული. ჩვენი გაგება არის ასე არასრული. ჩვენი პერსპექტივა არის ასე ვიწრო. რას ვინახავთ ჩვენ? ერთ კონკრეტულ გზას სამყაროს ხედვისა. ერთ კონკრეტულ გზას რეალობის გაგებისა. ერთ კონკრეტულ გზას ყოფნისა. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი გზა უსასრულო შესაძლო გზებიდან. შეიძლება მომავალი ცივილიზაცია, რომელიც იპოვის ჩვენს არქივებს, ჩვენს საცავებს, ჩვენს მესიჯებს, უყურებს მათ და ფიქრობს, რა საინტერესო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო რეალობა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ცოდნა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ჭეშმარიტება. მაგრამ ისინი ხედავდნენ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს სურათისა. ისინი ხედავდნენ მხოლოდ ჩრდილებს კედელზე, როგორც პლატონის გამოქვაბულში. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს აღიარება ჩვენი უმეცრებისა, ეს აღიარება ჩვენი შეზღუდულობისა, ეს აღიარება იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, ეს არ არის სისუსტე. ეს არის ძალა. ეს არის დასაწყისი ნამდვილი სიბრძნისა. რადგან როცა თქვენ აღიარებთ, რომ თქვენ არ იცით, თქვენი ხსნებით კარს ახალი აღმოჩენებისთვის. როცა თქვენ აღიარებთ, რომ თქვენი პერსპექტივა არის შეზღუდული, თქვენ ხდებით ღია სხვა პერსპექტივებისთვის. როცა თქვენ აღიარებთ, რომ რეალობა არის უფრო დიდი ვიდრე თქვენი გაგება, თქვენ იწყებთ ხედვას საოცრებისა. და აქ ჩვენ ბრუნდებით იმ კითხვასთან, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ. როგორ მოვამზადოთ ჩვენი ცივილიზაცია მომავალი გადარჩენისთვის? შეიძლება პასუხი არ არის მხოლოდ ტექნიკური. შეიძლება პასუხი არ არის მხოლოდ შექმნა საცავებისა, არქივებისა, სარეზერვო ასლებისა. შეიძლება პასუხი არის ასევე კულტივაცია გარკვეული ტიპის აზროვნებისა. აზროვნება, რომელიც არის ღია. აზროვნება, რომელიც არის მოკრძალებული. აზროვნება, რომელიც აღიარებს საკუთარ შეზღუდულობას და სწორედ ამიტომ არის მზად სწავლისთვის, ცვლილებისთვის, ზრდისთვის. გახსოვდეთ, როგორ დავიწყეთ? ჩვენ ვისაუბრეთ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაზე. 90,000 პაპირუსის გრაგნილი. მთელი ანტიკური სამყაროს ცოდნა. და შემდეგ ხანძარი. და ყველაფერი გაქრა. მაგრამ აქ არის ის, რაზეც ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ. ის ცოდნა, რომელიც დაიკარგა ალექსანდრიაში, არ იყო მხოლოდ ფაქტები და ინფორმაცია. ის იყო გზები აზროვნებისა. გზები კითხვის დასმისა. გზები სამყაროს გაგებისა.
და ზოგიერთი ამ გზებიდან შეიძლება იყო უკეთესი ვიდრე ჩვენი. შეიძლება ისინი ხედავდნენ რაღაცას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. შეიძლება ისინი იცოდნენ რაღაცს, რასაც ჩვენ დავკარგეთ. ეს არის ის, რაც ნამდვილად საშიშია კულტურული მეხსიერების დაკარგვაში. არა მხოლოდ ფაქტების დაკარგვა, არამედ პერსპექტივების დაკარგვა, გზების დაკარგვა ყოფნისა. და ეს არის ის, რისი შენარჩუნებაც ჩვენ უნდა ვეცადოთ. არა მხოლოდ ჩვენი პასუხები, არამედ ჩვენი კითხვები. არა მხოლოდ ჩვენი ცოდნა, არამედ ჩვენი ცნობის მოყვარეობა. არა მხოლოდ ჩვენი დასკვნები, არამედ ჩვენი ძიება. რადგან საბოლოოდ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ მომავალ თაობებს, არ არის პასუხები. შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის თავად კითხვები. კითხვა, რა არის რეალობა? კითხვა, რა არის ცნობიერება? კითხვა, რა არის ჩვენი ადგილი სამყაროში? კითხვა, როგორ უნდა ვიცხოვროთ? კითხვა, რა ღირს შენარჩუნებისთვის? კითხვა, რა ღირს გადაცემისთვის? ეს კითხვები არ აქვს საბოლოო პასუხები. ეს კითხვები არის ღია. ეს კითხვები არის მარადიული. და შეიძლება სწორედ ეს არის ის, რაც ხდის მათ ასეფ ასეულს. რადგან კითხვა, რომელსაც აქვს საბოლოო პასუხი, წყვეტს ძიებას. მაგრამ კითხვა, რომელიც რჩება ღია, აგრძელებს ძიებას. აგრძელებს ცნობის მოყვარეობას. აგრძელებს საოცრებას. და აქ ჩვენ მივდივართ რაღაც ღრმაზე. შეიძლება მთელი ეს პროექტი, მთელი ეს და ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენისა არ არის მხოლოდ პრაქტიკული საქმე. შეიძლება ის არის ასევე ფილოსოფიური განცხადება. განცხადება იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც სახეობა. განცხადება იმის შესახებ, თუ რას ვაფასებთ. განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს ადგილს კოსმოსურ ისტორიაში. წარმოიდგინეთ ეს. ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომელსაც შეუძლია დაფიქრდეს საკუთარ გადაშენებაზე. ერთადერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია წინასწარ დაინახოს საკუთარი დასასრული. ერთადერთი სახეობა, რომელსაც შეუძლია მოემზადოს მომავლისთვის, რომელიც შეიძლება არასოდეს მოვიდეს. ეს არის ტვირთი. მაგრამ ეს არის ასევე საჩუქარი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რა სახის მომავალი გვინდა. ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შთამაგონებელია. როცა თქვენ ქმნით სარეზერვო ასლს. როცა თქვენ ინახავთ თესლს. როცა თქვენ ჩაწერთ ისტორიას. როცა თქვენ ასწავლით უნარს. როცა თქვენ გადასცემთ ცოდნას. თქვენ აკეთებთ რაღაც უფრო მეც, ვიდრე უბრალოდ პრაქტიკული მომზადება კატასტროფისთვის. თქვენ აკეთებთ ფილოსოფიურ განცხადებას. თქვენ ამბობთ, მე მჯერა, რომ მომავალი ღირს მომზადებისთვის. მე მჯერა, რომ ცხოვრება ღირს შენარჩუნებისთვის. მე მჯერა, რომ ცოდნა ღირს გადაცემისთვის. მე მჯერა, რომ ჩვენ როგორც სახეობა ღირს გადარჩენისთვის. ეს არის არა პესიმიზმი. ეს არის ოპტიმიზმის ღრმა ფორმა. ოპტიმიზმი, რომელიც არ უარყოფს რისკებს. ოპტიმიზმი, რომელიც არ იგნორირებს საფრთხეებს. არამედ ოპტიმიზმი, რომელიც ამბობს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად უცნობისა, მიუხედავად გაურკვევლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენ მოვემზადებით. ჩვენ შევინახავთ. ჩვენ გადავცემთ. ჩვენ იმედს არ დავკარგავთ. და აქ ჩვენ ბრუნდებით იქ, სადაც დავიწყეთ. გახსოვდეთ პირველი სიტყვები? სწორედ ახლა ამ წამში ათასობით მეცნიერი და ინჟინერი მთელ მსოფლიოში მუშაობენ ერთ საერთო მიზანზე. ისინი ცდილობენ გადაარჩინონ ყველაფერი, რაც ადამიანობამ ოდესმე შექმნა, იცოდა და იგრძნო. მაგრამ ახლა ამ მოგზაურობის ბოლოს ჩვენ ვიცით რაღაც მეტი. ჩვენ ვიცით, რომ ეს პროექტი არ არის მხოლოდ მათი. ეს არის ჩვენი. თითოეული ჩვენგანის. ყოველი ადამიანის, რომელიც ქმნის სარეზერვო ასლს. ყოველი ადამიანის, რომელიც ინახავს ცოდნას. ყოველი ადამიანის, რომელიც გადასცემს ისტორიას. ყოველი ადამიანის, რომელიც ფიქრობს გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ასევე ვიცით რაღაც სხვა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით, რა არის ბნელი მატერია. ჩვენ არ ვიცით, რა არის ცნობიერება. ჩვენ არ ვიცით, რა არის დრო. ჩვენ არ ვიცით, რა არის რეალობა.
მაგრამ შეიძლება სწორედ ეს უმეცრება, ეს აღიარება იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, არის ის, რაც ხდის ჩვენ ნამდვილად ადამიანებად. არა ჩვენი პასუხები. არამედ ჩვენი კითხვები. არა ჩვენი ცოდნა. არამედ ჩვენი ცნობის მოყვარეობა. არა ჩვენი დარწმუნებულობა. არამედ ჩვენი საოცრება. და შეიძლება სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. არა მხოლოდ ფაქტები. არა მხოლოდ ტექნოლოგიები. არა მხოლოდ ინსტრუქციები. არამედ ეს განცდა საოცრებისა. ეს უნარი კითხვის დასმისა. ეს სიბრძნე იმის აღიარებისა, რომ სამყარო არის უფრო დიდი, უფრო ღრმა, უფრო საიდუმლოებიანი, ვიდრე ჩვენ ოდესმე გავიგებთ. წარმოიდგინეთ ბავშვი 2000 წელს მომავალში, რომელიც პოულობს ჩვენს არქივს. ის კითხულობს ჩვენს ტექსტებს. ის ხედავს ჩვენს სურათებს. ის სმენს ჩვენს ხმებს. რას ისწავლის ის? შეიძლება ის ისწავლის ფაქტებს. შეიძლება ის ისწავლის ტექნოლოგიებს. მაგრამ იმედია ის ასევე ისწავლის რაღაც უფრო მნიშვნელოვანს. ის ისწავლის, რომ ჩვენ მიუხედავად ჩვენი შეზღუდულობისა, მიუხედავად ჩვენი უმეცრებისა, მიუხედავად ჩვენი მოწყვლადობისა არ დავანებეთ. ჩვენ ვეცადეთ. ჩვენ ვიზრუნეთ. ჩვენ ვიფიქრეთ მათზე, ადამიანებზე, რომლებიც მოვიდოდნენ ჩვენ შემდეგ. და შეიძლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ. არა ინსტრუქციები, როგორ ავაშენოთ მანქანები. არა ფორმულები, როგორ გადავჭრათ პრობლემები. არამედ ეს მარტივი ფაქტი, თქვენ არ ხართ მარტო. თქვენ ხართ ნაწილი რაღაცისა, რაც იწყება წარსულში, გრძელდება აწმყოში და გაგრძელდება მომავალში. თქვენ ხართ ნაწილი ჯაჭვისა, რომელიც აკავშირებს ყველა ადამიანს, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა, ცხოვრობს ახლა და იცხოვრებს მომავალში. თქვენ ხართ ნაწილი რაღაცისა, რაც უფრო დიდია ვიდრე თქვენ. რაღაცისა, რაც ღირს შენარჩუნებისთვის. და აქ არის საბოლოო პარადოქსი. ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზაციის გადარჩენაზე. მაგრამ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის გადარჩენა. შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის თავად ცდა. ცდა შევინახოთ. ცდა გადავცეთ. ცდა ვიზრუნოთ. რადგან ეს ცდა, ეს ზრუნვა, ეს სიყვარული მომავლის მიმართ, ეს არის ის, რაც ხდის ჩვენ ადამიანებად. ეს არის ის, რაც ხდის ჩვენ ღირებულს გადარჩენისთვის. სამყარო არის 13 მილიარდი წლის. დედამიწა არის 4 მილიარდი 600 მილიონი წლის. ცხოვრება დედამიწაზე არის 3 მილიარდი 800 მილიონი წლის. ადამიანობა არის 300,000 წლის. ცივილიზაცია არის 10,000 წლის. თქვენი ცხოვრება არის შეიძლება 80 წელი. ეს არის მომენტი. ეს არის ციმციმი. ეს არის ერთი სუნთქვა კოსმიკურ დროში. მაგრამ ამ მომენტში, ამ ციმციმში, ამ ერთ სუნთქვაში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც, რაც გადარჩება თქვენ. თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ რაღაც, რაც გააგრძელებს არსებობას თქვენ შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ნაწილი რაღაცისა, რაც უფრო დიდია ვიდრე თქვენი ინდივიდუალური არსებობა. და შეიძლება სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ. როგორ მოვამზადოთ ჩვენი ცივილიზაცია მომავალი გადარჩენისთვის? პასუხი არის, ცხოვროთ ისე, თითქოს მომავალი მნიშვნელოვანია. ვიზრუნოთ ისე, თითქოს ჩვენი ქმედებები აქვს შედეგები. ვიფიქროთ ისე, თითქოს ჩვენი არჩევანი აქვს მნიშვნელობა. რადგან ისინი აქვთ. ისინი აქვთ მნიშვნელობა. და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა, ამ მომენტში, ამ ციმციმში, შეიძლება განსაზღვროს არა მხოლოდ ჩვენი მომავალი, არამედ მომავალი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც მოვა ჩვენ შემდეგ. ეს არის პასუხისმგებლობა. მაგრამ ეს არის ასევე პრივილეგია. პრივილეგია იყოს ნაწილი რაღაცისა, რაც აღემატება ჩვენს. პრივილეგია შევქმნათ რაღაც, რაც გადარჩება ჩვენ. პრივილეგია იყოს ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. პრივილეგია იყოს ადამიანი ამ უზარმაზარ, საიდუმლოებიან, საოცარ სამყაროში. და შეიძლება საბოლოოდ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ. არა პასუხები. არა გადაწყვეტილებები. არა დასკვნები. არამედ ეს განცდა საოცრებისა. ეს აღიარება საიდუმლოებისა. ეს სიყვარული ცხოვრების მიმართ მიუხედავად მისი მოწყვლადობისა. ეს იმედი მომავლის მიმართ მიუხედავად მისი გაურკვევლობისა. ეს რწმენა იმისა, რომ ჩვენ, როგორც სახეობა, როგორც ცივილიზაცია, როგორც კოლექტიური ადამიანობა, ღირს გაგრძელებისთვის.
რადგან საბოლოოდ ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც აცნობიერებს საკუთარ თავს. ჩვენ ვართ კოსმოსი, რომელიც ფიქრობს. ჩვენ ვართ ვარსკვლავების მტვერი, რომელიც ეძებს მნიშვნელობას. და ეს, შეიძლება, არის ყველაზე დიდი საიდუმლო. არა ის, რომ ჩვენ არსებობთ. არამედ ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ. რომ ჩვენ ვცდილობთ. რომ ჩვენ ვიმედოვნებთ. რომ ჩვენ ვიყურებით მომავალში და ვამბობთ, დიახ.